მოგესალმებით მეგობრებო. ეთერშია გადაცემაცოდნის არქეოლოგია. მე მისი წამყვანი ირაკლი მეფარიშვილი გთავაზობთ გიორგი ახალკაციშვილს. გიორგი, მოგესალმებით, მიხარია რომ ჩემთან ერთად ხარ. მოგესალმებით, მეც მიხარია. დღეს კიდევ ერთხელ აი საინტერესო თემებზე, რომელიც ეხება საქართველოს ისტორიის უმძიმეს პერიოდს, ჩვენ დავიწყეთ მე-14 საუკუნის ბოლოთი და აი უკვე მე-17 საუკუნის მივადექით, ფაქტობრივად უკვე ეს მე-17 საუკუნის ბოლომდე შეიძლება ითქვას და დღეს არ შეიძლება არ ვახსენო ეგრევე გადავიდეთ მე-17 საუკუნეზე ალბათ არ იქნება სწორი, იმიტომ რომ დღეს არის 9 აპრილი, საქართველოს ისტორიაში უდიდესი ეს არის ტრაგიკული ციფრი, მაგრამ ამავდროულად არის უდიდესი ციფრიც, იმიტომ რომ 1999 წელს, აი როდესაც ჩვენმა თანამოქალაქეებმა საკუთარი სიცოცხლის ფასად დაიცვეს ის თავისი მტკიცე მიზანი და ეს მიზანი იყო საქართველოს დამოუკიდებლობა, რომელიც 2 წლის შემდეგ 1991 წლის 9 აპრილს მივიღეთ კიდეც და თავი დავაღწიეთ აი 1801 წელს საქართველოში შემოსულ ჭირს, შეიძლება ასე ითქვას, რომელიც გამუდმებით თანსდებდა ხოლმე აი ამ ჩვენ ქვეყანას და მე მეცაც ვიტყვი, კიდევ კარგი რომ იმ მომენტში ხალხი აი ეს ერთიანი იყო, კიდევ კარგი რომ საზოგადოების უმრავლესობა არა, მე ვიტყვი რომ მთლიანად ის 1%-ია, 2% რაღაც არც შეიძლება მივიჩნიოთ სერიოზულად, რაღაც ტექნიკური კი ბატონო, ამიტომ მთელი ქვეყანა იყო ერთიანი და ჩვენი ქვეყნის ისტორიაში აი 9 აპრილი მინდა რომ ყველას მიულოცო და ასევე დიდი პატივისცემით, დიდი მადლიერებით გავიხსენო აი დაღუპული ადამიანების სულები, რომლებმაც საქართველოსთვის თავი გაწირეს და აი ესეთ სინამდვილეში მშვიდობიან აქციას შეეწირნენ, რომელიც შემდეგ გადაზარდეს კომუნისტებმა უკვე სრულიად სისხლის ღრაში არა. აქ იყო დაწყებული არასრულწლოვანი ადამიანი, დამთავრებული 70 წელს მიტანებული და მე მგონი უფრო აი მასაკით და ყველა ასაკის ადამიანი, ვინც არ უნდა ყოფილიყო, ისინი იყვნენ ქართველები, ისინი იყვნენ საქართველოსთვის მებრძოლი, დიდი მიზნისთვის იქ მდგარი ადამიანები და სამწუხარო არ ეს რუსული სუნთქვა დღესაც იგრძნობა ამ ქვეყანაში, თუმცა აი ქართველებს ახასიათებს ისეთი ერთობა და რა ვიცი როგორც მაშინ მოერივნენ, დიდი იმედი მაქვს რომ მაინც არ უკარგავ იმედს რომ მომავალშიც იქნება ეს ერთიანობა და ეს ბოროტების დამარცხება. გეთახმები გიორგი, მართლა ძალიან უცნაურად წარიმართა თვითონ საქართველოს ბედი იმითაც რომ 9 აპრილი არის ერთდროულად ტრაგედიის დღეს და თან ჩვენი ეროვნული დღესასწაულის დღეს და ეს არის ჩვენი დამოუკიდებლობის დღე, რომელიც ალბათ ღირსშესანიშნავი დღე არის მთლიანად საქართველოსთვის და თან ამავე დროს ეს სიმძიმე, რომელიც თან გვახსენდება. აი რაღაცნაირად თითქოს გვახსენებს, რომ ანუ ხიარულებას ვერ მივეცემით. იმიტომ რომ საფრთხე ყოველთვის აქვეა ჩასაფრებული. რაღაცნაირად ამან ჩვენი ბედიც განსაზღვრა. და ჩვენ მართლაც ისეთი თემა გვაქვს ახლა ჩვენ შერჩეული, რომ ძალიან სნაურად იმეორებს დღევანდელ მოვლენებს. დიახ. იმიტომ რომ მეფე, რომელსაც ჩვენ ახლა განვიხილავთ, ძალიან გავს კლასიკურ კოლაბორაციონიზმს და კლასიკური კოლაბორაციონიზმი კი ძალიან აქტუალური თემაა თანამედროვე საქართველოში, დღევანდელ საქართველოში და ჩვენ არ ვისაუბრებთ დღევანდელი საქართველოს, ასე ვთქვათ, ანალიზს არ ჩავატარებთ, მაგრამ ვთავაზობთ მაყურებლებს, რომ რასაც ჩვენ ახლა განვიხილავთ, ეს ამავე დროს გაიგოს როგორც დღევანდელი დღის ანალიტიკა. დიახ. დღევანდელი დღის ანალოგია. ერთგვარი იგავური ამბავი რა შეიძლება დაგომართოს, როგორ შეიძლება გაიხსენონ მე ესეთი ადამიანები, რომლებიც კოლაბორაციონიზმში არიან ჩართულები, სადამდე მიიყვანს შემდეგ საზოგადოებას კოლაბორაციონიზმი და ძალიან მნიშვნელოვანი თემაა. დავიწყოთ ჩვენი დისკუსია როსტომ ხანის, იგივე ხოსრომ მირზას შესახებ, რომელიც დანიშნა 1623 წელს შახ-სეფიმ ქართლში და დაიწყო უკვე იქიდან
აი თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ ახლა ვახსენეთ მეფე როსტომ ხანი, იგივე ხოსრო მირზა, რომელიც არის დავით მე-11-ის, ანუ დაუდ ხანის შვილი, რომელიც გაიზარდა ირანის ტერიტორიაზე. ჩვენ მას ვიცნობთ როგორც როსტომ ხანი, ხოსრო მირზა, ქაი ხოსრო ბატონიშვილი და ის სრულიად აღზრდილია როგორც სპარსული ყაიდის ადამიანი ირანში და ეს ჯერ კიდევ ხდება მაშინ, როდესაც ირანს როგორც ბჭყალებში მოიხსენიებენ ირანის ლომი, ანუ შაჰ-აბასს პირველი მართავდა. ეს იყო ირანის ოქროს ხანა, შეიძლება ასე ითქვას, იმიტომ რომ აი სეფიანთა სპარსეთის ისტორიაში მიუხედავად აი ამ ადამიანის სისასტიკისა და მისი აი მეზობლებთან მტრული დამოკიდებულებისა, ის ითვლება ერთ-ერთ უდიდეს მხედართმთავრად და პოლიტიკოსად ახლო აღმოსავლეთის ისტორიაში, ხო? განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ის ფაქტი, რომ აი ხოსრო მირზა ჩვენ წინა საუბარშიც ვახსენეთ 1625 წლის მარაბდის ბრძოლაში ჩვენ ვთქვით კიდეც ის რომ მან მოახერხა და გააღწია აი ამ ბრძოლიდან ერთი ვერსიით ის გაუშვეს გიორგი სააკაძის გადაწყვეტილებით, იმიტომ რომ ხოსრო მირზას და გიორგი სააკაძეს რა თქმა უნდა მათ ჰქონდათ ურთიერთობა, როდესაც გიორგი იმყოფებოდა ირანში სეფიანთა სპარსეთის კარზე და ის მაშინ მხედართმთავარი იყო იქ არა და შემდეგ უკვე აი საქართველოს ისტორიაში როდესაც დაატრიალდა უკვე ბაზალეთის ტრაგედია და ძმათა დაპირისპირება, ჩვენ ვნახეთ ახლო აღმოსავლურ პოლიტიკაში როგორ შეიცვალა შაჰ-აბასმა დამოკიდებულება ქართველების მიმართ, რატომღაც აი ამ ჩვენმა დამარცხებამ მიუხედავად ჩვენი დამარცხებისა, რატომღაც აფიქრებინა მტერს, რომ დიპლომატიურად დაეპირისპირებინა ერთმანეთთან ქართველი თავად-აზნაურობა. არა, მე სულ ვიძახი ხოლმე აი სიამაყით, ახლა როსტომ ხანი მაგალითად ხო გამაჰმადიანებული ქართველი იყო, მისი ნაშვილები ვახტანგ მეხუთე შაჰნავაზის, აი რომელზეც დღეს გვექნება ჩვენ საუბარი, ასევე იყო გამაჰმადიანებული ქართველი და მიუხედავად იმისა, რომ აი ისინი მაინც იყვნენ ბაგრატიონები. ახლა როსტომ ხანი მაგალითად იყო ქართლის ბაგრატიონების უკანასკნელი წარმომადგენელი, არა, როცა ის საქართველოში გამოგზავნეს, ახლა ამას მთელი რიგი თან მსდევი მოვლენები ქონდა, ვიდრე საქართველოზე დავიწყებდეთ საუბარს, მანამდე მინდა შევეხო, როგორ გარდაიცვალა შაჰ-აბას პირველი და ტახტზე ავიდა მისი შვილიშვილი შაჰ სეფი პირველი, რომელიც აი ირანის ისტორიაში, სეფიანთა სპარსეთის ისტორიაში მე თუ მკითხავთ, ჩემთვის ბოლო საინტერესო ფიგურაა. აი ვინც სეფიანთა სპარსეთის დინასტიაში შაჰის სტატუსი მიიღო, მოგეხსენებათ შაჰ-აბას საკუთარი შვილი ჰყავს მოკლული, რომელსაც ერქვა სეფი მირზა. და სინამდვილეში სეფი პირველი სანამ შაჰი გახდებოდა, მისი სახელი იყო სამ მირზა, როგორც უფლისწული და ნუ ჩვენ ვიცით რომ შაჰ-აბასმა ეჭვიანობის ნიადაგზე მოაკვლევინა საკუთარი შვილი, მას უთხრეს რომ მისი უფლისწული აპირებდა ამბოხებას, შაჰის ჩამოგდებას და ტახტის ხელში ჩაგდებას, რის გამოც შაჰმა ყოველგვარი დაფიქრების გარეშე მოაკვლევინა საკუთარი შვილი. სხვათა შორის არსებობს ასეთი კარმელიტები, ანუ ორდენი, ევროპული ორდენი, რომელიც მე-13 საუკუნიდან უკვე საკუთარი წესდებაც მიიღეს და აი მე-17 საუკუნეში აქტიურად მიდიოდნენ ირანში და კონტაქტი ჰქონდათ სერიოზული ირანთან. თან ჩვენ ვიცით რომ შაჰ-აბას პირველის პერიოდი ეს არის ევროპელებისთვის იმედის პერიოდი, იმიტომ რომ აი გაჩნდა რაღაცა ნათელი წერტილი ანტიოსმალური პოლიტიკისგან გამომდინარე და შეიძლება ითქვას რომ კარმელიტებს აქვს ძალიან საინტერესო ქრონიკები აღწერილი და ერთ-ერთ ქრონიკაშიც არის დაწერილი რომ ესე იგიო, როდესაც სამ მირზა იყო 3 წლის, სწორედ მაშინ მოუკლავს შაჰ-აბას საკუთარი შვილი და მეორე იგივე ქრონიკა გვეუბნება ჩვენ რომ სამ მირზას დაბადებით, აი შაჰი რო დასწრებია ამას, ბავშვი რო დაბადებულა, ხელში სისხლის გუბეები ჰქონდაო რა და აი სწორედ კარმელიტების ქრონიკა გვეუბნება რომ ესე იგი ეს ახალგაზრდა ის დაბადებისთანავე ხო შაჰმა თქვა რომ ზუსტად ამ სისხლში დაიბანს ხელებს ეს ტახტის მემკვიდრე და ცოტა მოგვიანებით როდესაც შაჰ-აბას პირველმა ინანა საკუთარი საქციელი, საკუთარი შვილის სიკვდილით დასჯა, ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ აი ამ თავისი საქციელის გამოსასწორებლად ტახტზე აეყვანა შვილიშვილი სამ მირზა და სხვათა შორის სამ მირზას დედაც უცდილობდა, რომ აი ამ სასახლის კარის ინტრიგებისთვის აერიდებინა ეს საკუთარი უფლისწული და რა არის, იცით, ჯანმრთელობით იყო ძალიან სუსტი, როგორც ისტორიული წყაროები გადმოგცემენ. შაჰ-აბასის ბრძანებით ოპიუმიც კი დაუნიშნეს, რაღაცა დღის ნორმა, იმდენად სუსტი ჯანმრთელობა ჰქონდა, თუმცა გადარჩა სრულიად ისეთი პოლიტიკოსი
ეტოსი გაიზარდა, თუმცა ერთი ავიმიდრეკილება მაინც ჰქონდა, ძალიან უყვარდა სმა. მიუხედავად იმისა, რომ შიიტურ ისლამში გაცილებით უფრო მკაცრად არის დაცული აი სასმლის ამბავი, აი შარიათის წესების თანახმად, მაგალითად სასმელი ნარკოტიკები გართობა, რომელიც ადამიანს გადაიყვანს ჭკუიდან, ასე ვთქვათ, და ის საკუთარ თავს აღარ ეკუთვნის, ის არის აკრძალული და სხვათა შორის 31 წლის ასაკში გარდაიცვალა. დიდ ხანს საკმაოდ ახალგაზრდა ასაკში ეს შაჰ-სეფი პირველი, ის იყო 1629 წლიდან, აი შაჰის აბას პირველის სიკვდილის შემდეგ 1642 წლამდე მართავდა ირანს და ფაქტობრივად შეიძლება ითქვას, რომ როდესაც 1629 წელს გარდაიცვალა შაჰ აბას პირველი, აი სწორედ ხოსრო მირზა მითამაშა უდიდესი როლი, რომ არ დაწყებულიყო თურქმანულ ტომებს შორის დაპირისპირება და არ მომხდარიყო სამ მირზას მაგივრად სხვა მაგალითად კანდიდატის ტახტზე აყვანა და ასე შეიძლება ითქვას შაჰის გვირგვინი დაიდგა თავზე ხოსრო მირზა ანუ როსტომ ხანის დახმარებით. შეიძლება ითქვას, რომ ზოგჯერ მას მამას უწოდებს, ზოგჯერ მას ძმას უწოდებს და ფაქტობრივად ეს არის ისეთი მომენტი, აი ამ ასე ვთქვათ, რამდენად მერე უკვე ეს სეფიანურ ქართულ ურთიერთობებში რამდენად გამართლდა ეს უკვე სხვა საკითხია, მაგრამ შაჰ-სეფი პირველი აღმოჩნდა საკმაოდ ჭკვიანი და ნიჭიერი პოლიტიკოსი. და ეხლა რა ხდება? საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ბაზალეთის ტრაგედიის შემდეგ თეიმურას პირველი კახეთის მეფე ცდილობდა ქართლის ზეგავლენის მოპოვებას და გარკვეული პერიოდი მოიპოვა კიდეც, მიუხედავად იმისა, რომ ირანის მხარდაჭერა ჰქონდა სიმონ მეორეს, აი ბაგრატ ხანის ძეს, არა, რომელიც მერე ქართლში გაამეფეს. რეალურად ის მთელი ქართლის ტერიტორიას არ აკონტროლებდა, უფრო სამხრეთის ნაწილი იყო მის შემადგენლობაში, თუმცა შაჰის მხარდაჭერა თეიმურას არ ქონია. ეხლა რა გააკეთა თეიმურას პირველმა? მუხანათურად მოაკვლევინა სიმონ მეორე, ჩვენ ვიცით, რომ ზურაბ არაგვის ერისთავს გააკეთებინა ეს ყველაფერი და როგორც კიდე ზურაბ არაგვის ერისთავმა მოკლა სიმონ მეორე, იგივე სიმონ ხანი, თეიმურას შესთავაზა ქართლის ტახტი, მაგრამ თეიმურაზი არ ენდო ადამიანს, რომელმაც სიმონ მეორე ესე უპრობლემოდ გაწირა და იმას შაჰ-აბა მიუგზავნა მკვლელი ამ არაგვის ერისთავს მოაკვლევინა და შემდეგ შაჰს გაუგზავნა მისი თავი, ისე შემოატრიალა ყველაფერი, რომ თითქოს აი სიმონ მეორეს მკვლელი ზურაბ არაგვის ერისთავი, მისი სიძე მოვკალი და აი გიგზავნი თავს და ეს შაჰ-სეფი პირველს ძალიან გახარებია და თეიმურაზისთვის უბოძებია ესე ვთქვათ ქართლ-კახეთის მეფის სტატუსი. აი მაგალითად ერთი ძალიან საინტერესო ცნობა არის, რომელიც აქვს ფარსადან გორგიჯანიძეს საქართველოს ცხოვრებაში, ქართლისა და კახეთის ბატონ თეიმურას მისცეს და ხალათი და რაყამი გამოუგზავნეს და ამასთან დაკავშირებით არსებობს ისტორიკოსთა სხვადასხვა ჯანმრთელობა, ამასთან დაკავშირებით არსებობს ისტორიკოსთა სხვადასხვა ცნობები, მაგალითად ბერი ეგნატაშვილი, ვახუშტი ბატონიშვილი, მეფე არჩილის გაბაასება თეიმურაზისა და რუსთაველის ამბობენ, რომ აქ თეიმურას პირველი არაფერ შუაში არ არის და ესე სიმონის მკვლელობას გულისხმობ, მაგრამ ეხლა მე ისეთი ხალხი ჩამოვთვალე, რომელიც არიან ისტორიკოსები, რომლებიც ბაგრატიონების მხარეს არიან. ხო, აი თუ გავითვალისწინებთ თეიმურას ბატონიშვილს მაგალითად, ხო გიორგი სააკაძის მისთვის არის ქვეყნის მოღალატე, იმიტომ რომ ის ებრძოდა ბაგრატიონებს. ეხლა გააჩნია ვინ წერს ამ ისტორიას. თან ეს მე-17 საუკუნე ისეთი პერიოდია, როცა გვაქვს ცნობები და უკვე პიროვნებაზეა დამოკიდებული, როგორ ენდობი ამ ცნობას, რამდენი ცნობაც არსებობს, იმდენი შეიძლება ვარაუდი გაუჩნდეს ადამიანს, რომ ეს არის მართებული. თუმცა ამ ცნობებს ჭირდება ლოგიკური შეკითხვების დასმა და მე ამაზე პასუხის გაცემა. არიან ისტორიკოსები ფარსადან გორგიჯანიძე, თვითონ როსტომ მეფე სხვათა შორის 1648 წლის სიგელში და მათ შორის პარიზის ქრონიკა, რომელიც არის უნიკალური წყარო, ეს არის ანონიმური პარიზის ქრონიკა, ცხოვრება საქართველოისა, რომელიც არის სწორედ მე-17 საუკუნეების ამბებს აღწერს და აი სწორედ პარიზის ქრონიკაც ამბობს, რომ თეიმურაზი ამ ყველაფერში იყო გარეული. და ერთი საინტერესო ამბავია სპარსელმა ისტორიკოსმა ისქენდერ მუნშიმ, რომელიც ყველაზე კარგად იყო გარკვეული ამ სეფიანთა სპარსეთის კარზე არსებულ მდგომარეობაში, ისეთი საინტერესო ცნობა შემოგვინახა, რომ არ წავიკითხოთ არ შეიძლება, იმიტომ რომ ფაქტობრივად თვითონ სპარსელი ისტორიკოსი როგორ უყურებს იმ ფაქტს, რომ თეიმურაზმა მოაკვლევინა
სიმონ მეორე, შემდეგ მოკლა ის, ვისაც დაავალა ეს ყველაფერი და შახის თვალში კარგი პოლიტიკოსის როლი მოირგო. ეს არის აი სწორედ ისქენდერ მუნში, რომელიც ღრმად იყო ჩახედული სასახლის კარის პოლიტიკურ ცხოვრებაში, მისმა უდიდებულესობამ ამ სამსახურის საზღაურად ქართლი თბილისის ციხის გამოკლებით მის ვაჟს გურგენ მირზას უბოძა, რომელსაც მემკვიდრეობის უფლება ჰქონდა დედის მხრიდან და აქვე იძახის ისქენდერ მუნში. თეიმურაზმა სასახლის ზღურბლზე სინამდვილე არასწორად მოახსენა, ხოლო შაჰმაეს დაიჯერა. პირდაპირ გვეუბნება ისქენდერ მუნში, რომ თეიმურაზის ეს პოლიტიკური ხრიკი ჩვენ გავიგეთ და შაჰმა ეს ყველაფერი დაიჯერა და თეიმურაზ ქართლი და კახეთი უბოძა. აი ესეთი საინტერესო. ეს ალბათ პირველი ეფექტი იქნებოდა, მაგრამ მე ალბათ შეიცვალა პოლიტიკა. ხედავთ მე რას დაემართა თეიმურაზ. დიახ, მე შეიცვალა პოლიტიკა, აი ზუსტად მაგამდე მივდივარ ახლა მე, რომ ადამიანი, რომელიც დასვეს ქართლისა და კახეთის მეფედან მთელი მხარდაჭერა გამოუცხადა შაჰ-სეფი პირველმა, ამ დროს ახლა რა ხდება? შაჰ-აბასი რო გარდაიცვალა, მთელი ზარზეიმია ოსმალეთის იმპერიაში, იმიტომ რომ ფაქტობრივად მოკვდა ადამიანი, რომელიც ოსმალეთს სისხლს უშრობდა. ოღონდ მე ვიტყოდი უფრო ჩვენი გადმოსახედიდან, აი ქართველი მეცნიერების გადმოსახედიდან, გიორგი სააკაძის წყალობით უშრობდა სისხლს, იმიტომ რომ მოგეხსენებათ, აი ბაღდადის აღება, რომელიც არის ცნობილი 1623 წელი, სწორედ იმ პერიოდში გიორგი სააკაძემ მოახერხა ბაღდადი სეფიანთა სპარსეთის შემადგენლობაში, რომ გადასულიყო და ერაყის მთავარი ცენტრი ქალაქი გახდა სპარსეთის. და თეიმურაზმა გამოიყენა ის ფაქტი, რომ აი ირანსა და ოსმალეთს შორის ახალი დაძაბული ვითარება ჩამოყალიბდა და გადაწყვიტა თეიმურაზ პირველმა თავის მოკავშირე დაუდ-ხან უნდილაძესთან ერთად მოეწყო არა დიპლომატიური ურთიერთობები გაეგრძელებინა შაჰ-სეფი პირველთან, რატომღაც ამ ადამიანმა გადაწყვიტა ანტისპარსული გალაშქრება მოეწყო, რაც მოხდა 1632 წელს. ეს არის განჯა-ყარაბაღის ლაშქრობა. აი აქ უკვე ფაქტობრივად თეიმურაზი, რომელსაც თავის დროზე ჰქონდა შაჰის მხარდაჭერა, ხდება შაჰ-სეფი პირველის და სეფიანთა სპარსეთის პირდაპირ. შეიძლება ითქვას, ირანში ამას აღიქვამდნენ როგორც აჯანყება. ჩვენი მხრიდან შეიძლება ეს იყო გალაშქრება, მაგრამ აი ირანის მხრიდან რო შევხედოთ, ტიპიური აჯანყება არის, იმიტომ რომ დავსვი მეფედ ქართკახეთში, ხალათი ვუბოძე, მთელი საჩუქრები გამოუგზავნე, მთელი ამბავი ვენდე და ამიჯანყდა და განჯა-ყარაბაღში გაილაშქრა. ეხლა აქ ორი ვარიანტია. ერთი არის, რომ თეიმურაზი და დაუდ-ხან უნდილაძე და მეორე მხარეს დგანან ვინები? ხოსრო მირზა როსტომ-ხანი, დავით მე-11-ის შვილი, ქაი ხოსრო ბატონიშვილი და მეორე როსტომ სააკაძე. ესე იგი ორი როსტომი ყავს ამ დროს მხედართ მთავრად. როსტომ სააკაძე იყო ყიზილბაშური არმიის ხელმძღვანელი, ხოლო ხოსრო მირზა, იგივე როსტომ-ხანი იყო ქართლის ტახტზე სამეფო გამზადებული ადამიანი, რომელსაც ვიმეორებ შაჰ-სეფი პირველი ზოგ დოკუმენტში მამას უწოდებს, ზოგ დოკუმენტში კი ძმას უწოდებს, არა? და მთელი აი ეს ასე ვთქვათ 1632 წლის აჯანყება და განჯა-ყარაბაღის ლაშქრობა დამთავრდა წარუმატებლად. ფაქტობრივად ეხლა რა ხდება? ქართველები თეიმურაზ პირველი და დაუდ-ხან უნდილაძე, რომელიც არის უნდილაძეთა ცნობილი საგვარეულოს წარმომადგენელი, უპირისპირდებიან როსტომ-ხანს და როსტომ სააკაძეს. ანუ იქიდანაც ქართველები არიან, აქედანაც ქართველები და რა თქმა უნდა იმარჯვებენ როსტომ-ხანი და როსტომ სააკაძე. დაუდ-ხან უნდილაძემ გარკვეული პერიოდით საქართველოში იმალებოდა და შემდეგ შეძლო ოსმალეთის იმპერიაში გაქცევა, ხოლო თეიმურაზ პირველი 1634 წლამდე გადავიდა დასავლეთ საქართველოს აპარებს თავს და ამ დროს რა ხდება? 1633 წლიდან უკვე ოფიციალურად ქართლის მეფე ხდება ხოსრო მირზა. და აი აქ ერთი ძალიან საინტერესო ცნობა მაქვს მოტანილი, რომელიც ეხება ასევე ისქენდერ მუნშის ცნობას. დაუდ-ხან უნდილაძის ღალატმა რა მოუტანა უნდილაძეთა საგვარეულოს ზოგადად, აი ირანში ჩვენ ვიცით რომ ზოგადად იცით რა, სეფი მირზა რო ტახტზე ავიდა 1629 წელს, ამ ადამიანმა განურჩევლად ნათესავებისა და აი სპარსეთის კარზე მოღვაწე სხვა შაჰ-აბასის პერიოდში აღზევებული სპარსელებისგან სულ ყველანი დახოცა აბსოლუტურად, ვინც კი პაპამისის შაჰ-აბას პირველის პერიოდში იყო აღზევებული. ერთადერთი გვერდში დაიყენა ის ადამიანები, რომლებიც მისი ერთგულები იყვნენ. აი მაგალითად როსტომ-ხანი, ხოსრო
ხოსრო მირზა. და რა გააკეთა? აი ისკენდერ მუშის ცნობით ალავერდი ხანის მთელი საგვარეულო, რომელიც ისპაჰანიდან ომანის სანაპირომდე ერთი თვის სავალგზაზე ბატონობდა, წყეული დაუდის უღირსი საქციელის გამო არარაობის ქარს მიეცა. ეხლა უნდილაძეების დამსახურება და ან მაგალითად ალავერდი და იმამ ყულიხან უნდილაძის დამსახურება ძალიან დიდია. გავიხსენოთ მაგალითად ერევნის ლაშქრობები, აი აქ უნდილაძე ძალიან დიდ როლს ასრულებდა, მოგეხსენებათ აქ იყო ასევე ამირ გუნეხანი, რომელიც 1625 წელს დაიჭრა მარაბდის ბრძოლაში და დაჭრილი გაიყვანეს და შემდგომ გარდაიცვალა და ამავე დროს იმამ ყულიხან უნდილაძე, რომელმაც ჰორმუზის სრუტეში მთელი რიგი სასწაულები ჩაატარა და პორტუგალიელებისგან კუნძული ჰორმუზი გაათავისუფლა. ეხლა უნდილაძეების გვარს რა თქმა უნდა პატივს სცემდნენ, თუმცა აი დაუთხან უნდილაძის მუხანათურმა პოლიტიკურმა შემოტრიალებამ, როგორც ისკენდერ მუში ამბობს, არარაობის ქარს მისცა მთელი მათი საგვარეულო და უკვე დაიწყო თამამად შეიძლება ითქვას უნდილაძეთა დაღმასვლა ირანში და რა თქმა უნდა, რაც ახლა აქ ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ეს არის ის ფაქტი, რომ 1632 წლიდან 1722 წლამდე აღმოსავლეთ საქართველოში იწყება მაჰმადიანი მეფეების პერიოდი. თუ არ ჩავთვლით გამონაკლისს, აი 1722 წლამდე ხა მაგალითად ვახტანგ მე-6-იც არის ხო, რომელიც მე დაბრუნების შემდეგ იღებს ისევ ქრისტიანობას და ხა მე ზოგიერთი მეფის ძალიან კარგად მესმის, ზოგიერთი ისტორიკოსი ძალიან კრიტიკულად აფასებს ხოლმე, რომ ისლამი არ უნდა მიეღოთ, არ მიიღებდნენ ისლამს და დატოვებდნენ სამუდამოდ ან არ დატოვებდნენ და მოკლავდნენ ხო მაგალითად და ბოლოს და ბოლოს დასვამდნენ რომელიღაცა ხანს აქ ტერიტორიაზე. სურველი სულიყო. კი, რა თქმა უნდა, სურველი ყოველთვის გამოჩნდებოდა. მთავარი იყო რაღაცა თან მით უმეტეს ვახტანგი ჭკვიანი, უფრო მეტად ვახტანგი იყო ადამიანი, რომელიც ხმის მაგივრად განათლებას იყენებდა რა, ეს ცნობილი ფაქტია ისტორიაში. როსტომ ხანი ხდება ქართლის მეფე და როსტომ ხანის პერიოდში, როგორც ისტორიული ცნობები გვამცნობს, ეხა ამასთან დაკავშირებით მთელი რიგი სპარსული წყაროები ხო არსებობს, ქართული წყაროები ხო არსებობს და არსებობს ევროპული ცნობები. მაგალითად არის კრისტოფორედონ კასტელი, მაგალითად არის პიეტრო დელა ვალე, რომელიც აი სწორედ ამ პერიოდში აღწერს ამ ყველაფერს და საინტერესო რა არის, რომ როცა ესე ვთქვათ 1633 წელს უკვე ფაქტობრივად როსტომი გახდა ქართლის მეფე, აი აქ გვაქვს ერთი ძალიან საინტერესო ცნობა. 1634 წელს თეიმურას პირველმა კახეთის მეფემ და ზაალ არაგვის ერისთავმა ერთობლივად სცადეს თეიმურას პირველის გაძევება ქართლიდან, თუმცა არ გამოუვიდათ და თამამად შეიძლება ითქვას, რომ აი ეს ზაალ არაგვის ერისთავი და თეიმურას პირველი კახეთში გადავიდნენ და თეიმურას პირველმა ერთადერთი რაც მოახერხა ეს იყო კახეთის დაბრუნება. თუმცა ეს ხდება რამდენი ხანი 1658 წლამდე, იმიტომ რომ 1658 წელს თეიმურას პირველი კახეთის მეფე ისპაჰანში მიიწვიეს და ჩვენ ვიცით რომ ის იქ გარდაიცვალა 1663 წლამდე იქ იმყოფებოდა და კახეთიც გადასცეს ხოსრო მირზას, ანუ როსტომ ხანს, რომელსაც სულ 10 წელი მოუწია კახეთის ტახტზე ყოფნა, ეს არის 1658-1658, ანუ სიცოცხლის ბოლომდე. საინტერესო ცნობები გვაქვს სხვათა შორის ამოწერილი აი ამ როსტომის ქართლში მეფობის თან დაკავშირებით. როსტომმა საქართველოში ჩამოასახლა სეიდების ტომი და არის ასეთი საინტერესო ცნობა, რომ სეიდები დაასახლა წავკისის წყლის მარჯვენა სანაპიროზე და ნუ ქალაქი მერე ორად გაყო როსტომმა და იქ ვინც დარჩნენ იმ ადგილს ეწოდა სეიდაბადი, აი სადაც ეს სეიდების ტომი იყო ჩასახლებული მუსლიმები. არის ცნობები, რომ მაგალითად როსტომ ხანის პერიოდში თუ ვინმე არ გამახმადიანდებოდა, იმათ სიკვდილით სჯიდნენ, ან თუ ვინმე გამახმადიანებული ქრისტიანობაზე გადავიდოდა, იმათაც სიკვდილით სჯიდნენ. არის ცნობები, ოსმალო ისტორიკოსი, მაგალითად ცნობილი მოგზაური ევლია ჩელები, არის ისტორიკოსი მუსტაფა ნაიმა, არის ისტორიკოსი ქათიფ ჩელები, აი რომელსაც აქვს დაწერილი ცნობები საქართველოსა და კავკასიის შესახებ, ცალკე წიგნად არის გამოცემული ქათიფ ჩელების ცნობები, რომლებიც აღწერენ იმ პერიოდს
უდიოდი საქართველოში არსებულ ვითარებას, განსაკუთრებით თბილისის ვითარებას. თურმე როსტომ ხანის ბრძანებით თბილისში აშენებულა მეჩეთები, მათ შორის ეს მეჩეთი ყოფილა მეტეხის ციხეშიც, მათ შორის მეჩეთი ყოფილა ჩრდილოეთით ოთხკუთხა ციხეს იხსენიებს კიდე, რომელიც სავარაუდოდ მეტეხის ნაწილი უნდა ყოფილიყო და იქ უნდა ყოფილიყო ეს მეჩეთი, იხსენიება ბაზრების მშენებლობა და აი მე წარმოდგენილი მაქვს რამდენიმე ისტორიკოსის ცნობა, რომელიც არის სწორედ აი ამ მეჩეთებთან დაკავშირებული და აი გაგაცნობთ თქვენის ნებართვით რა. ესე იგი პირველი ცნობა, როდესაც ეს როსტომი ქართლში მეფობით ერთგვარი კომპრომისი იწყება სპარსელებთან, იმიტომ რომ ქართლის მეფე არის პირდაპირ მნიშვნელობით სპარსეთის შაჰის დასმული და გარკვეულწილად თან საინტერესო რა არის 1634 წელს როსტომ ხანი დაქორწინდა ლევან მეორე დადიანის დაზე. მარიამ დადიანზე დაქორწინდა, ოღონდ მათ ქორწინებაში შვილი არ ყოლიათ. ხო, ეს არის სამწუხარო. მაგამდე ახლა სიტუაცია რომ კარგად რომ გაიგოს მაყურებელმა, ანუ ძალიან გავს სპარსეთის, იმპერიოდის სპარსეთის ირანის მდგომარეობა, ანუ მე-19 საუკუნეში რუსეთის მდგომარეობას, როცა ჩვენი ისტორიული ნარატივიდან შექმნილია ყოველთვის ესეთი ხაზი, რომ დამპყრობელია დაუშვათ ირანი და შესაბამისად ქართლის, ასე თქვათ, სახელმწიფო ცხოვრებაში არის ძალიან მკვეთრად გავლებული დისონანსი, მაგრამ სამწუხაროდ ისტორიული სინამდვილე ისეთი არის, რომ ძალიან ბევრი იყო სრულიად ორგანულად შეთავსებული, შეთვისებული აი ამ ირანულ, ასე თქვათ, კარიერიზმთან. და ირანში ძალიან ბევრი, როგორც მეერე, აი მუშნის ზარანდიების ფენომენი იყო ზუსტად მაშინაც. აი მუშნის ზარანდია როგორც კრებითი ფორმა, ანუ царიზმთან შეზრდილი კარიერული ადამიანის, რომელიცაც არ აქვს კონკრეტული პრინციპები და ეს პრინციპები რაღაცა პირად, ასე ვთქვათ, ეგოისტურ პერსპექტივაზე გადის. აქაც ძალიან ბევრი ყავს ესეთი. და ყავს ისეთები, რომლებიც უსახელოები არიან, ცხადია, შედარებით წვრილმანი, ასე ვთქვათ, ადამიანები და იქ კონკრეტული, ასე ვთქვათ, საშუალება. ანუ იმ პერიოდის ისპაჰანი არის შემდეგ უკვე მოსკოვი დაუშვათ. დიახ, ზუსტად, იმიტომ რომ აი მაგალითად ეხა ქართველების ტრაგედია კიდევ აი ირანთან რატო გვიფუჭდებოდა ურთიერთობა? იმიტომ რომ აი ეს ქართველები გარკვეულწილად თანამშრომლობდნენ, იღებდნენ რუსეთიდან ელჩებს და ეხლა ამ დროს ირანში მაგალითად იქ ხო არ ძინავთ, იქ პირიქით ამ ყველაფერს აკვირდებიან, რომ პირდაპირ მტერია, აი მაგალითად მე ერთს გეტყვით, ჰოლშტეინის ელჩობა რო ჩავიდა აი ამ შაჰის კარზე არა, აი ამ ჰოლშტეინის ელჩობას ჩაყვა ასეთი ადამიანი ადამ ოლიარიუსი, რომელიც იყო ელჩი აი ამ ჰოლშტეინის ელჩობასთან ერთად, რომელიც იყო ფართო მასშტაბის ვაჭარი აი ამ ხალიჩებთან მიმართებაში და ჰქონდა თავისი გარკვეული ფაქტორიები რა, ყიდულობდა ყიდი და მოგეხსენებათ აღმოსავლური ხალიჩები ძალიან ცნობილი იყო მთელ მსოფლიოში და ეს ჰოლშტეინის ელჩობა ირანიდან მოსკოვში რო გადავიდა, სწორედ ერთ-ერთი ინიციატორი სწორედ ეს ადამიანი იყო, რომელმაც უთხრა რუსეთში რომ აი ეს იმის კასპიის ზღვის სანაპიროები, რომელიც შემდგომში პეტრე პირველმა განახორციელა ეს ლაშქრობა, ჩვენ ვიცით ვახტანგ მე-6-სთან ერთად, მაგრამ ჩვენ ვიყავით ფაქტობრივად ხმელეთიდან. საჭირო მომენტში უგანძავი. საჭირო მომენტში, როცა უკვე საჭირო გახდა მიგვატოვა, ეს ჩვეული პოლიტიკა რუსეთის გამოგვიყენებენ და მერე როგორც კი ვერ ამეიქნება, ეგრევე მიგვატოვებენ და გადაგვაბარებენ. ეს დასკვნების გამოტანა უჭირს რუსეთი ყველაზე არასაიმედო პარტნიორი. ყველაზე აბსოლუტურად არც ერთი ფაქტი არ მახსენდება, როდესაც დაგვპირდნენ გვერდში დგომას და გვერდში გვედგნენ, მაგალითად, ხო? ნუ ეხლა იქ ზოგიერთებს კი უნდათ ხოლმე რომ გეორგიევსკის ტრაქტატი შინაარსით თავი მოიტყუონ, მაგრამ ქაღალდზე რაც წერია, იმას თუ არ შეასრულებ, ის არის გადასაგდები, ის არის ფარატინა ქაღალდი, რომელიც არაფერს არ ნიშნავს. აი კონკრეტულად ეწერა, რაც უნდა გაეკეთებინათ არ გაკეთეს, მაგრამ ეს სხვა თემა მივათ იქ. რა თქმა უნდა, აი ვახტანგ მე-6-ზეც რო გადავალთ, იქაც ჩვენ ნახავთ რამდენჯერ მიგვატოვეს, მაგრამ კი ბატონო, მაგრამ იქამდე მივალ და აი აქ პატივცემული როსტომი, ოღონდ პატივცემული ბჭყალებში. იწყებს ძალიან კონკრეტული, ასე ვთქვათ, კონტაქტების მოძიებას. მისი მთავარი მოწინააღმდეგე, აი, ნახეთ, ძალიან საინტერესო, ასე ვთქვათ, ექსკურსივი მოგვაწოდე ხა შენ მთელი კონტექსტის. რამ გახადა შესაძლებელი, ანუ როსტომ ხანის კოლაბორაციონიზმი, რომელიცაც ირანშიც ტოლერანტობით ეკიდებიან, იმიტომ რომ იქ
მთელი რიგი დამსახურებები აქვს. შახი აიყვანა ტახტზე. შახი აიყვანა კარზე და ძმას ან მამას უწოდებს და. ეხლა ამის შემდეგ ნამდვილად მისი, ასე ვთქვათ, ჯილდო არის ის, რომ პატივისცემით ეპყრობიან და ის წყვეტს თავის სამეფოში კონკრეტულ საკითხებს. მაგრამ ამავე დროს ეს არის ძალიან კონკრეტული ერთგვარი გაცვლის მექანიზმი, იმიტომ რომ მთელი ინფრასტრუქტურა უნდა შეუქმნას ირანელებს და ამაზე გადავალთ. და ეს ნაკლებად საიმედო თეიმურას პირველი, რომელმაც რაღაცა არც ისე პატიოსანი ტრუკი ჩაატარა, უნდა მოშორდეს იქ. დიპლომატიის მაგივრად გადაწყვიტა დაპირისპირება შაჰთან. ხო, არა ყავს გმირების. და ესეთი კეთილი და ბოროტი არის. იქითკენ გადავალთ ახლა იქ დასავლეთ საქართველოში, რაღაც სტადიანი ყავს ის. ზუსტად ეგ პერიოდია. ისიც რაღაცა ორმხრივი, ასე თქვა პერსონა, რომელსაც კარგსაც ბევრს მოუძებნი, მაგრამ ცუც რამდენს გინდა იმდეს მოუძებნი. უფრო მეც მე მგონი უფრო დაუარყოფით თვითვისებე მე პირადად. ბოლო-ბოლოდ რასაც უკეთებდა ის იმერეთის სამეფოს და საერთოდ მაქედან დაიწყო მთელი ტყვეთას ყიდვის მთელი ეპოპეა. აი ამ კონტაქტებში თეს ქსელებს ასე თქვა ხლართავს ძალიან ჭკვიანია თან ეს უჭკვიანესია აი მე ხარ თან მეწეგან ვახსენე ცნობა და თქვენის ნებართვით წავიკითხავ მაგალითად როსტომის პერიოდში აშენებული მეჩეთები მაგალითად ხო შემდგომში ყოფილა დანგრეული ერეკლე მეორის პერიოდში როცა ის 1762 წლიდან ოფიციალურად ხდება ქართლის მეფეც არა კახეთის მეფესთან ერთად ევლია ჩელები ოსმალო ისტორიკოსი რომელიც 2 წელი იმყოფებოდა კავკასიის ტერიტორიაზე 1646-1648 წლებში ევლიას აღზევებას ხოთაშორის აი ორიოდეს გეტყვით მოხდა სწორედ იმ პერიოდში როცა ოსმალეთს განაგებდა სულთან მურად მეოთხე. ეხლა 1646-48 წლები არ არის ის პერიოდი როცა მურად მეოთხე ცოცხალია, თუმცა აღზევება როგორც ისტორიკოსი და როგორც იყვნენ მაგალითად ევლია ჩელები, იყო ქათიფ ჩელები, იყო ჰაზერფენ ჩელები, ანუ ეს ოსმალო მოგზაურები და თან ისტორიკოსები, რომლებიც აღწერენ სადაც მოგზაურობენ და სწორედ მურად მეოთხის ბრძანებით მიდის ევლია ჩელები და მურად მეოთხემ დაავალა რომ იცი რა არის აი გამოიკვლიე იმოგზაურე შეადგინე წიგნი რომელიც მომავალში საზოგადოებას იცოდინება რა დიდებულ მიწებს ფლობთ ჩვენ ოსმალები და 1646-48 წლებში სწორედ კავკასიაში მყოფნისას წერს ევლია ჩელები დინარე მტკვარს ერთი წყლისთვის განკუთვნილი ხვრელიანი კოშკი გადახურებს თბილისია საუბარი რა თქმა უნდა ალყის დროს იქიდან იკლავენ წყურვილს გალავნის შიგნით 600 ბანიანი სახლია ხანის იგულისხმება როსტომის სასახლე სასახლე ამ ციხეშია ჯამე ანუ ჯამე ნიშნავს საკრებულო მეჩეთი ქარვასლა აბანო და მცირე ბაზარი აქვს პატარა ციხე მეტეხზეა საუბარი შემდეგ არის აშენებული ეზდიგერ შაჰის მიერ ერთ ციცაბო გორაკზე დგას ოთხკუთხა პატარა ციხეა ხიდის თავში პატარა კარია შიდა ციხეში 300 სახლი და ჯამეა მაგრამ ბაზარი და სხვა რამ ნაგებობა არაა ეს ციხე დიდი ციხის ჩრდილოეთით მდებარეობს ესე იგი ევლია ჩელები პირდაპირ გადმოგვცა ის ფაქტი რომ როსტომს 3 მეჩეთი ჰქონდა ზოგადად აშენებული ერთი აი თბილისი რო გაყო შუაზე კარებთან ერთი საკუთარ სასახლეში და ერთიც ბაზართან კიდევ ერთხელ ვიმეორებ ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით ერეკლე მეორის დროს იყო იქნა დანგრეული ყველა ეს მეჩეთი აი ახლა ამ ცნობებს რო კითხულობ და კონკრეტულად რომ აცნობიერებ რომელ ქუჩებზეა საუბარი გუშინ გახდეთ ახლა იქ რაღაცა დიახ რო გადიხარ საკუთარი ფეხით გადიხარ ახლა იქა და არის ძალიან ნაცნობი ლოკაცია მიუხედავად იმისა რომ ახლა ეს შენობები აღარ შემოგვჩა მაგრამ რამდენ რამეს იტევს ეს მხარე ეს პატარა ანუ მეტეხის ეკლესიის შარდენის თანამედროვე შარდენის ქუჩის ანუ ეს არის რაღაცა საოცარი რამ. საოცარი რამ არის. ნამდვილად და თან ჩვენ გვაქვს ცნობა რომ აი სწორედ როსტომის ბრძანებით ქალაქი გაიყო ორ ნაწილად. ესე იგი კარის ციხიდან კედელი გამოიყვანა მეტეხამდე და გარკვეული ნაწილში აი რომელიც ძველ ქალაქს რომელსაც ვეძახით ჩვენ არა სადაც ეს ბაზარი აი სპარსული ბაზარი სადაც არის. აი რაზეც ახლა ვილაპარაკეთ მართლა აი იმ ტერიტორიაზე დადიხარ და ზუსტად წარმოიდგენ რომ აი ევლია ჩელებიმ გაიარა იქ და ჩანაწერი გააკეთა ამ გააკეთა და ანუ ძალიან კონკრეტულად ის ახლა ზოგიერთი რაღაცები არის შემორჩენილი. დიახ. მეტეხის
ციხესიმაგრე, რომელიც სურათებიც არის, სულ სხვა ფორმა ქონდა, კიდე დამატებითი ასე თქვა კონსტრუქციები ქონდა და მოშლილია და აღარ არის. ციხესიმაგრე სხვა ფორმა ქონდა და შეცვლილია, აბანოები, ალბათ ეს შეიძლება სხვა ასე თქვა, ერეკლეს აბანო და ისინი მოგვიანებით აშენდა, მაგრამ რაღაცა მსგავსი ასე თქვა ფორმები ექნებოდა. და მტკვარს აბსოლუტურად სხვა კალაპოტი ქონდა, ხო? იმიტომ რომ მტკვარი იყო ძალიან ფართო. დიახ. ძალიან ფართო, თანამედროვე იუსტიციის სახლი მოგეხსენება კუნძულზე იყო და ეს მოაშრეს კუნძული და შეაერთეს ეს მტკვარი და იმედად გაღრმავდა ახლა იქ ხიდის ქვეშ მტკვარი ესეთი ხმარი 20 მეტრი აქვს იმას სიღრმე და სინამდვილეში ფართო იყო. საინტერესოა ნამდვილად იმ პერიოდის თბილისის აი ეს რა სტილი, აი როგორი იყო ქალაქი თვითონ. ხო, რა ხიდი იქნებოდა იქ, როგორი იქნებოდა ალბათ რაღაცა ცხენის ანუ ეტლის ასე თქვათ კონსტრუქციაზე უფრო მორგებული არ ვიცი ძალიან ძველი პერიოდი აი გავიხსენოთ ცოტა უფრო შორს რო წავიდეთ აი 1226 წლის ამბავი ხო როდესაც ჯალალედინმა ჩვენთვის ცნობილი 100,000 მოწამე ну ეხლა მე აი შუა საუკუნეების ციფრებთან ყოველთვის ვარ ხოლმე ძალიან ფრთხილად იმიტომ რომ შუა საუკუნეებია მაინც და აი განსაკუთრებით ამ ბოლო პერიოდში მე უკვე ჩემი სიტყვა ნათქვამი მაქვს დავწერე კიდეც აი მე თქვენ პირველ გადაცემაში სტატიების კრებული რომ გადმოგეცით იქ დიდგორზე მთელი რიგი კომენტარი მაქვს. ეხლა იმ დიდგორის ბრძოლასთან დაკავშირებით იმ ზღაპრულ ციფრებზეც მაქვს გამახვილებული ყურადღება 600, 800 და ზოგს მილიონი როგორია მტერი რო იყო მაგალითად, ხო? ესე იგი, აი ჩვენ ქართულ საზოგადოებაში ჯერ კარგად არ აგვაქვს გააზრებული ბევრს, მე არ გულისხმობ ყველას რა თქმა უნდა, არიან ეხლა ისტორიკოსები, ადამიანები, არაისტორიკოსი ადამიანები, რომლებიც ელემენტარული ერკვევიან ეპოქალურ აი ჭრილებში და მიხვდებიან რომ ფიზიკურად შეუძლებელია რაღაცა ნაპოლეონის ეპოქის ციფრების მოგროვება შუა საუკუნეებში, არა მაგალითად. მოგეხსენებათ 600,000 კაცი ყავდა ნაპოლეონს 1812 წელს რუსეთში რო შეიჭრა, არა ივნისში. ამიტომ ეს უკვე აი 300,000, 400,000, 120,000 ეს არის ყველაფერი მე-19 საუკუნის ციფრები. და რატომღაც აი საზოგადოებას უფრო მეტად მოსწონს ისეთი ისტორია, სადაც თითქოს რაღაც ფანტასტიკის ჟანრის გმირებივით არიან ეს ქართველები. რეალურად ეს მე უფრო მგონია რომ აკნინებს ისტორიას, ვიდრე აი რეალურ ციფრებამდე რომ დადიხარ და რეალურის ეს ციფრები სულაც არ მატებს ეპიკურობას. სიტყვაზე 18,000 კაცი თუ დამარცხდება 40,000 ადამიანი, ეს ცოტა განსხვავებაა მაგალითად, მაინც და მაინც 55-800,000 უნდა დაამარცხოს, ანუ უბრალოდ ციფრების მასშტაბურობა თუ ადამიანს წარმოუდგენელი აქვს, რამხელა შეიძლება რა მასშტაბი. ნუ 1200 აი მეტეხის ხიდი ვახსენეთ ახლა ხო და ჩვენ ვიცით რა ტრაგედია შეემთხვა ქართველებს იმ პერიოდში. იქ 100,000 იქნებოდა 10,000 თუ არა აქვს მნიშვნელობა რამდენი ადამიანი უნდა ყოფილიყო. ყველა ვარიანტში ეს არის ეროვნული ტრაგედია. ერთიც რო ყოფილიყო ისიც ეროვნული ტრაგედია და ისიც ისტორიაში ჩასაწერი ფაქტია. მეორე შაჰ ისმაილი მე-16 საუკუნეში რო შემოდის ჩვენ გვაქვს ცნობა რომ სწორედ მეტეხის ხიდთან მან მეჩეთი ააშენა. თუმცა როგორც ჩანს შემდგომ აი ეს უნდა მომხდარიყო ალბათ ლუარ საპირველის მმართველობის პერიოდში ის მეჩეთი დაინგრეოდა, მე უსათუოდ დაანგრევდნენ. ნუ ხა თბილისში ჩვენ გვაქვს მეჩეთი რა თქმა უნდა, აი სწორედ იმ ძველ თბილისში, რომელიც დღემდე ფუნქციონირებს და ის არის სიმბოლო იმისა, რომ თბილისის მუსლიმურ თემსთან მიმართებაში, რომელმაც აი ძალიან მძიმე პერიოდი გამოიარა რუსული იმპერიალიზმის პერიოდში, აი იმდენად რთული ჯერ იმპერიალისტური რუსული პერიოდი იყო მუსლიმებისთვის ძალიან მძიმე და შემდგომ კომუნისტური. ნუ კომუნისტური ვისთვის არ იყო მძიმე. თუმცა ნუ რადგან მეჩეთზე გავამახვილე ყურადღება, ამიტომ ვახსენე ეს. აი ევლია ჩელების აი ეს საინტერესო ის არის მოსაზრება და მე წეღან თქვი რომ როსტომ ხანმა ცოლად შეირთო ლევან მეორე დადიანის და მარიამ დადიანი, რომელიც სხვათა შორის აი ისეთი უცნაური ბედის ადამიანია, როსტომ ხანის შემდეგ ის გაათხოვეს შაჰის მოთხოვნით ვახტანგ მეხუთე შაჰნავაზზე, რომელიც იყო როსტომის ნაშვილები. ვახტანგ მეხუთე შაჰნავაზი ვინ იყო? ვახტანგ მეხუთე შაჰნავაზი იყო თეიმურაზ მუხრამბატონის ვაჟი და ეს თეიმურაზ მუხრამბატონი ვინ არის? აი
სამუხრანოს გამგებელი, რომელიც 1625 წლის მარაბდის ბრძოლაში დაიღუპა. სხვათა შორის წინა გადაცემაში მინდოდა მეხსენებინა, უბრალოდ იმდენად დიდი თემებია, ჩვენი გვისაყვედურეს კიდეც ეს რატო არ თქვით, ის რატო არ თქვით, ფიზიკურად შეუძლებელია საათ ნახევარში მარტო 2 საათი არ გვეყოფა ალბათ მარაბდის ბრძოლის მთელი ის პერიპეტიები რო განვიხილოთ და ერთი რაღაცის თქმა მინდა. აი ქართველების დამარცხების კიდევ ერთი მიზეზი მინდა რომ დავასახელო, რატომაც დამარცხდნენ. გარდაიცვალა თეიმურაზ მუხრან ბატონი და ბრძოლის ველზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ თეიმურაზი გარდაიცვალა და ჯარისკაცები პირველს ვის იფიქრებენ? რა თქმა უნდა, იფიქრეს თეიმურაზ პირველზე და მეფე რო კვდება, კარგად მოგეხსენებათ, როგორ სულიერად, როგორ ვარდება. აი მაგალითად პარალელი რო გავავლოთ, ხო? 1071 წლის მანასკერტის ბრძოლა რო გაიმართა ალფარს. რა მოხდა იქ? რომანოს დიოგენე ტყვედ რო ჩავარდა, ბიზანტიელმა მხედართმთავარმა დაიწყო შუა ბრძოლის ველზე ყვირილი, რომ იმპერატორი მოგვიკლეს და აი ბიზანტიურ არმიას სულიერად დაეცა. ასე რომ წინამძღოლი როცა კვდება, ხა თეიმურაზი არ მომკვდარა, მაგრამ თეიმურაზ მუხრან ბატონი მოკვდა. ამასაც მნიშვნელობა აქვს, ხო? თეიმურაზი მოკვდა, გავრცელდა ინფორმაცია ბრძოლის ველზე. ეს უკვე ტრაგედიაა ჯარისკაცებისთვის, ვისაც მიყვებიან, ის ცოცხალი აღარ არის. აი სწორედ მისი ვაჟი ვახტანგი იშვილა როსტომ ხანმა, იმიტომ რომ ვიმეორებ თვითონ შვილი აღყავდა. თუმცა მანამდე სხვა ასე თქვათ ვაჟების პრეტენდენტები ყავდა, მათ შორის იმერეთის მეფის მისწულიც, მაგრამ მე რაღაცა ძალიან უცნაური რაღაცა ინტრიგები მოხდა, ეს დიახ კანდიდატი მოკლეს. დიახ აი რა მოხდა, რამე ცნობები არსებობს აქ კონკრეტულად? ნუ ფაქტი ერთია, რომ როსტომის დამოკიდებულება იმ ადამიანების საერთოდ ეხა როსტომს ვახტანგ მეხუთეს პოლიტიკა ნამდვილად არ ჰქონია, ვახტანგ მეხუთეს სხვა პოლიტიკა ჰქონდა, ვახტანგი ლამის მთელი საქართველოს მეფე გახდა, ხო, შემდეგ პერიოდში. თუმცა დასავლეთ საქართველოში აი წეგან ჩვენ ვახსენეთ ლევან მეორე დადიანის პერიოდი რა საერთოდ. და ლევან დადიანი გინდა პირველი და გინდა მეორე, ეს არის საქართველოს ისტორიაში განსაკუთრებით იმერეთის სამეფოს გადმოსახედიდან. ეხლა საქართველოში არიან ადამიანები, ვისაც ლევან მეორე დადიანის მიმართ აქვთ სიყვარული. ვერასდროს ვერ გავუგებ მაგ ადამიანებს, იმიტომ რომ აი როგორც ისტორიკოსი, პირადად ისტორიკოსი შეიძლება დიდი საქმე ქონდეს გაკეთებული, მაგრამ ელემენტარული რა ტრაგედიაც საკუთარ ოჯახში დაატრიალა, თქვენ კარგად მოგეხსენებათ, ხო? აი თავის მეუღლეს რა უქნა და შემდეგ ცხვირი რომ მოაჭრა, თამუნია შერვაშიძეს გულისხმობ და შემდეგ მეუღლეთ მოიყვანა თავისი ბიძის ცოლი, ანუ ბიცოლაზე მაგ საუბარი. ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ ადამიანს როდესაც ღირსება არ გააჩნია, იმ ადამიანს უკვე რაც არ უნდა დადებითი კონდეს გაკეთება. თან ლევან დადიანი, იქ დიპლომატიური ურთიერთობები ოსმალეთთან, იქ დიპლომატიური ურთიერთობები ქართლთან, ეხა დაგათხოვდა, ხო, როსტომ ხანზე. ამ დროს უკვე ქართლი და იმერეთი ერთ მხარეს უნდა დადგნენ, ბოლოს და ბოლოს მატრიმონიალური ქორწინებაა მათ შორის გაფორმებული. და როდესაც როსტომს ჰქონდა სურვილი, რომ აი მაგალითად ეხლა თან რა არის იმერეთის ტახტის მემკვიდრე თუ როსტომის ტახტის მემკვიდრე გახდებოდა, ამით როსტომი აერთიანებდა ორ სამეფოს, არა? ეხლა იქ ცალკე საკითხია უკვე ოდიში და გურიელები და შერვაშიძეები რას გადაწყვეტდნენ მერე უკვე, არა? სხვადასხვა სამთავროების ლიდერები, მაგრამ ფაქტი ერთია, რომ როსტომს ჰქონდა დიდი მიზნები. და ერთადერთი მემკვიდრე ვინ შემორჩა, ვიმეორებ, ეს არის ვახტანგი, არა? ეს უფლისწული ვახტანგი, რომელიც შემდგომში სხვათა შორის 1654 წელს ვახტანგი ჩადის ირანში და ისლამი მიიღო, იმიტომ რომ როსტომის ჯერ კიდე როსტომი ცოცხალია და როგორც ჩანს ყველანაირი პირობა უნდა შესრულდეს იმისთვის, რომ ვახტანგი ტახტზე ავიდეს და როსტომი მოკვდეს და მერე წავიდეს ვახტანგი, აქ შეიძლება რაღაც გარკვეული პოლიტიკური არეულობა დაიწყოს, ხლა დახვდეს უკვე ტახტზე, იქ რაღაცა შიდა დაპირისპირება. ამიტომ როსტომი მშვიდად უნდა იყოს, რომ ვახტანგ მეხუთეს უკვე ისლამი აქვს მიღებული და ის ბრუნდება უკან. და მისი გარდაცვალების შემდეგ, როგორც მაჰმადიანი მეფე, ისე ავა ტახტზე მაგალითად, არა? გიორგი, ახლა აქ ერთი მომენტი. დიახ. მინდა ისევ დეტალურად რომ გავუგებდეთ აი ამ ისტორიულ თანმიმდევრობას. დიახ. ანუ 1652 წელია, ხო? როცა თეიმურაზი გააძევა კახეთიდან და გაიქცა თეიმურაზი იმერეთში აფარებს თავს უკვე მე რამდენეთ. დიახ. და მე 6 წელიწადში უკვე მიდის ისპაჰანში, სადაც ის გარდაიცვალა შემდეგ, არა? დიახ. და კახეთის მდგომარეობა, ანუ კახეთით შემოიერთა როსტომმა. ანუ არის რო შეგვექნა სრული წარმოდგენა.
როსტომის სამეფოში შეიქმნა აი ერთგვარი მშვიდობა. ოღონდ ეს მშვიდობა ძალიან სერიოზული, ასე ვთქვათ, პრობლემით. მშვიდობა იმით, რომ როსტომამდე მეურნეობის წარმართვა პრაქტიკულად რთული და წარმოუდგენელი იყო, ხალხი აყრელი იყო მიწებიდან. ხალხი სანამ როსტომი ჩამობრძანდებოდა, მანამდე ციხესიმაგრეებს ანგრევდნენ, იქ ოსმალოებს ყიზილბაშებს გარნიზონები ჩაეყენებინათ. როსტომ-ხანი ჩამოვიდა, ააშენა ხელახლა ეს ციხესიმაგრეები. სწორედ იმ პირობით, რომ იქ ჩაეყენებინა ყიზილბაშური ჯარი და ამავე დროს შეძინა ქართლის და კახეთის მოსახლეობას ერთგვარი მშვიდობა. აი ის მშვიდობა, რომელიც დღეს უკვე ითარგმნება სავსე მაცივარით, ხო? თუ მაცივარი გაქვს და ავტობუსი მოდის თავის დროზე, მაშინ რა გვიჭირს ერთი ჩვენს და ამდაგვარი, ასე ვთქვათ, ილუზიები დღესაც არის, ხო? ხო და მოაწესრიგა მათ შორის საბაჟო საქმე თბილისში, საბაჟო საქმე კახეთში, რომელშიც იყო განუკითხაობა, აბსოლუტური განუკითხაობა და აი ვის უნდა გაეკონტროლებინა ამ პერიოდში, ხო? იხელთ ეს დრო და აირია ყველაფერი. ყველაფერი არეული იყო. შეიქმნა სტაბილურობა, მაგრამ დამკვიდრდა ძალიან კონკრეტულად ესეთი მზარდი სპარსული ტრადიცია, კულტურის სერიოზული ტრანსფორმაციის შესაძლებლობა და ანუ აი აქ ამ მშვიდობით ბევრად უფრო ეფექტურად ხორციელდება ქართული იდენტობის წაშლა და ირანიზაცია, ვიდრე იმ ძალისმიერი ველური სისხლიანი მეთოდით, რომელსაც შაჰ-აბასი სთავაზობს. თან პლუს აი აქ ერთი ძალიან მაგარი ეპიზოდი. როსტომ-ხანი რომ არ მოგვეჩვენოს ესე ძალიან მაინც გამყიდველად მაინც უეკლო ადამიანად, ეს არის ადამიანი, რომელსაც საქართველოს კათოლიკოსი დაახრჩა. აი ამ დეტალებზე მოგვეყვება. დიახ, ეს არის ძალიან საინტერესო არის. ანუ ფაქტობრივად აი წარმოიდგინეთ ადამიანი, აი ხა ჩვენ ვახსენეთ მისი პოლიტიკა რა, აი მაგედან დავიწყებ ზუსტად რომ ეს არის პერიოდი, როდესაც გამახმადიანებული, ნუ ერთი ოღონდ ისიც უნდა ვახსენოთ, რომ საქართველოს ისტორიაში აი მიუხედავად ასეთი ბაგრატიონებისა, როგორც იყო დაუდ-ხანი, როსტომ-ხანი და ასე შემდეგ, აი მიუხედავად მათი უარყოფითი დამოკიდებულებებისა რა ქონდათ აი ქართველებს ქონდათ ყოველთვის ის რომ აუცილებლად ბაგრატიონი უნდა ყოფილიყო საქართველოს ანუ თამამად შეიძლება ითქვას რომ ამდენი ხნის განმავლობაში ბაგრატიონების ტახტიდან გადადგომის ეხლა ევროპაში იცვლებოდა დინასტიები და ძალიან სწრაფად აღმოსავლეთში ოსმალეთის იმპერიას თუ არ ჩავთვლით აი ირანში მაგალითად რამდენი დინასტია შეიცვალა რა უამრავი დინასტიაა შეცვლილი სეფიანების შემდეგ იქ ავშარები ზენდები ყაჯარები და ნუ ბევრ დინასტიას ვხედავთ იქაც არა მაგრამ აი საქართველოში ერთ-ერთი საამაყო ფაქტი ის არის რომ რაც არ უნდა ბაგრატიონი ყოფილიყო ცუდი აი რუსუდანი თუნდაც ის აი აქ მსგავსი არაფერი მომხდარა და ერთი საკითხის თქმა მინდა ის სანამ მან ამ საკითხს შევეხებით მე მინდა აი ზუსტად 1634 წლის ამბავი წავიკითხო ქათიბ-ჩელების ცნობებიდან რა აი რომელიც არის ძალიან საინტერესო და შემდეგში დავუბრუნდები აი თქვენს შეკითხვას რომელიც ბრძანეთ საქართველოს მდგომარეობა ქათიბ-ჩელების აზრით ადრე ერზრუმის ბეგლარბეგს ყარსისა და სხვა ციხეების დენთი და სურსათ სანოვაგე მიეცათ ციხე-სიმაგრეებში ბრძანება გაიგზავნა 500 კაციანი ჯარის შეკრებისა და გამოყვანის შესახებ ზულჰიჯეს მეხუთე დღეს ეს არის 1634 წელი ხალილ ფაშასთან წერილი მივიდა შიგ ეწერა რომ დადიანი და გურიელი შეთანხმდნენ და ირანისკენ მიბრუნდნენ აი აქ არის საუბარი ზუსტად წეგან ჩვენს მიერ ნახსენებ ლევან მეორე დადიანზე და გურიელზე, რომლებიც სეფიანთა სპარსეთის შაჰთან სეფი პირველთან დაიჭერენ საქმეს და რა ხდება 1634 წელს იწყება ირან-ოსმალეთის მორიგი სისხლისღვრელი ომი, რომელიც დასრულდა ოსმალეთის გამარჯვებით. და ერთი ძალიან საინტერესო
მდგომარეობა დადიანმა ქალიშვილი შაჰის მიერ დანიშნულ ზაგემის გამგებელ ხოსრო მირზას მიათხოვა. აი აქ შეეშალა ქათიბ-ჭელების ქალიშვილი ახსენა დისნაცვლად. გაიგო რომ გოგო გაათხოვა და ზოგადად მაშინ ხო ეგრე იყო რომ დანაკლებად უფრო შვილს მიათხოვებდნენ ხოლმე და აქ ფაქტია რომ არის შეცდომა. როდესაც თეიმურაზმა და იმერეთის გამგებელმა მოინდომეს არ მიეცათ გზა, რათა ხსენებული ქალიშვილი იმერეთიდან გადაეყვანათ, თან ამ დროს ზუსტად იმყოფება თეიმურაზი და როსტომის გაგდებას აპირებს იქიდან რა დროს ქორწილია. ერთი მხრიდან აღნიშნული ხოსრო 30,000-ზე მეტი ყიზილბაში და მეორე მხრიდან დადიანი და გურიელი უამრავი ხალხით იმერეთის გამგებლისაკენ გაემართნენ და თავს დაესხნენ. ესე იგი მთელი რიგი ამბავი იყო რომ მარიამ დადიანი გადმოეყვანათ დასავლეთ საქართველოსთან აღმოსავლეთ საქართველოში და რას ქვია თეიმურაზე ამაში ხელს გვიჩლის. და ერთი ძალიან საინტერესო საკითხია 1635 წელს ოსმალეთის სულთანმა მურად მეოთხემ, რომელიც არის იმდენად სისხლისმღვრელი სულთანი ოსმალეთის ისტორიაში, მთელი კანონები შემოიღო. იქ სხვათა შორის ცოტა ისე ჟღერს აკრძალა სასმელი, დაკეტა ეს ყავახანები, ანუ გართობა აკრძალა. მოკლედ რაღაცა შარიათს მისდევდა მკაცრად, ოღონდ თვითონ გარდაიცვალა მისგან. ანუ გაკრძალა ოსმალეთის იმპერიაში თამბაქოს მოწევა, იქ აკრძალული იყო რომ ქალბატონები და მამაკაცები ღამე ფანრით უნდა გასულიყვნენ აუცილებლად. ქრთამი, სხვათა შორის მექრთამეობის პრობლემა მოაგვარა, რომელიც მე-17 საუკუნის ოსმალეთის იმპერიაში უკვე აქტიურად მიმდინარეობდა და რაც ყველაზე მთავარია, მე მონიშნული მქონდა 1635 წელს ის შეიჭრა ერევნის სახანოში და სეფიანთა სპარსეც ერევნის სახანო გამოგლიჯა ხელიდან და ზუსტად აი ამ პერიოდით სარგებლობენ აი ეს თეიმურაზი და ზაალარაგვის ერისთავი, რომელიც შეიჭრებიან და როსტომის გამოგდებას ეცდებიან ქართლიდან. თუმცა ნახეთ როგორც დამთავრდა მათი ამბავი. და მეორე 1638 წელს დიდი შეტაკება მოხდა ბაღდადის კედლებთან. ოსმალებმა გაიმარჯვეს, ბაღდადი დაიბრუნეს, რომელიც თავის დროზე შაჰ-აბასს ჰქონდა გიორგი სააკაძის დამსახურებით წაღებული და 1639 წელს დასრულდა ოსმალეთ-ირანის კიდევ ერთი სისხლისმღვრელი დაპირისპირება და ამ დაპირისპირებას წერტილი დაესვა ქასრი შირინის, იგივე ზოჰაბის ზავით, რომელმაც გაიმეორა 1555 წლის ამასიის ზავის პირობები. 1555 წლის ამასიის ზავის პირობები რამდენჯერმე იყო გამეორებული. ერთი ეს არის 1590 წლის სტამბოლის საზავო ხელშეკრულება, შემდეგ 1612 წლის იგივე სტამბოლის ხელშეკრულება, რომელიც შაჰ-აბასის გამარჯვებით დამთავრდა და დამთავრდა 1612 წლების ომით და ბოლო არის 1629 წლის ქასრი შირინის იგივე ზოჰაბის საზავო ხელშეკრულება, რომლითაც ფაქტობრივად განიხილეს ამასიის ზავის პირობები და ამასიის ზავის პირობები, რომ შევახსენოთ მაყურებელსაც და ჩვენც გავიმეოროთ, იყო კავკასიის დაუპყრობელი კავკასიის ორ ნაწილად გაყოფა. თუმცა ამ შემთხვევაში დაუპყრობელს ნამდვილად ვერ უწოდებთ, იმიტომ რომ ფაქტია, რომ ოსმალეთს დასავლეთ საქართველოში ოდიშ თუ არ ჩავთვლით, იმიტომ რომ ლევან მეორე დადიანმა გარკვეული პერიოდით მოახერხა და ოსმალები განდევნა იქიდან, თუმცა ვერაფერს ვერ უზამთ ჩილდირის ვილაიეთს, რომელიც 1578 წლიდან არის დაფუძნებული ლალა მუსტაფა ფაშას ლაშქრობის შემდეგ და იქ ახალციხეში, ეხლა თან კავკასიაში მეცაც გეტყვით, კავკასიაში როცა ოსმალები სალაშქროდ მოდიოდნენ ხოლმე, არავის არ ეგონოს რომ სტამბოლიდან მოდიოდა არმია. აი ბუდე იყო ახალციხე ზუსტად, იქიდან გამოცილდებოდნენ. ისევე როგორც თქვენ წეგან ახსენეთ, აი ირანის გარნიზონებიო. მემატიანები პირდაპირ წერენ, რომ თბილისი რო ნაწილად გაყოდა ის ციხესიმაგრეები რო ააშენა, ზოგი დანგრეულს რო რესტავრაცია გაუკეთა, იქ ყიზილბაშური გარნიზონები ჩააყენა როსტომმა. ანუ ყველაფერის აი ესე იგი ხო შეიძლებოდა მაგალითად რომ ესეთი დიპლომატია გაეტარებინა როგორც გადით აქედან მონღოლებს რო უთხრა იმან და მე რაღაცა ხარკით ხო გვაქვს ესეთი რაღაცა პრეცედენტი გიორგი ბრწყინვალეს არა იქაც დაახლოებით ასეთივე ავტორიტეტი ჰქონდა ოღონდ პირველ ვეზირთან ჩობანოინთან ზუსტად როგორც ამას თლად შახთან ხო როგორც ამას თლად შახთან ამას კიდევ უფრო ახლო კონტაქტები აქვს მაგრამ ეს როგორც ჩანს როსტომის ასე თქვა ხედვაში
აი საქართველოს დამოუკიდებლობა აღარ იყო, ანუ რაღაცა იმის ნაწილად ქონდა. შეეგუა იმ ფაქტს, რომ სპარსეთმა გაიმარჯვა, აღმოსავლეთ საქართველო იყო მის ზეგავლენის ქვეშ, როსტომი გაიზარდა იქ ყიზილბაშური ყაიდით, მან ნახა რა სიძლიერესაც წარმოადგენს, გადახედა ფაქტებს, რომელიც ვერაფრით ვერ აგებინებს, რომ ესე იგი მომავალში შეიძლება რაიმე წარმატებას მიაღწიონ ან კახელებმა ან ასე შემდეგ და ტრაგედია აი ზუსტად როსტომის მმართველობა მე და არა მარტო მე მიგვაჩნია წინა პირობად რაც შემდეგ ბახტრიონზე რაც შემდგომ მოხდა ბახტრიონის აჯანყების დროს 1659 წელს არა ეს არის საქართველოს ისტორიაში უდიდესი მოვლენა ბოლოს და ბოლოს ყველაფერს თავი დავანებოთ ეხლა როგორ დამთავრდა და რა შედეგი მოიტანა ეს ცალკე საკითხი ამას მე მგონი ჩვენი ლექციის ბოლოს ამით დავასრულებთ თუმცა აი ჩვენ წეგან ვახსენეთ პატრიარქის კათოლიკოს პატრიარქის ევდემოს დიასამიძის კრება აქ ეხლა არსებობს ისტორიკოსების სხვადასხვა მოსაზრებები რატო შეიძლება გაეკეთებინა როსტომს ეს საკითხი ზოგადად ქართველი კათოლიკოს პატრიარქები ზოგადად ხო ყოველთვის ცდილობენ ჯერ ერთი როსტომი არის მაჰმადიანი მეფე ეხლა როგორ წარმოგიდგენიათ აი პარალელს გავავლებ დემეტრე მეორე თავდადებულს პატრიარქი ნიკოლოზი რატო ებრძოდა მაგალითად რატო ვერასდროს ვერ შეეგუა დემეტრეს მრავალწოლიანობას აი სწორედ ქართველი კათოლიკოს პატრიარქები ნუ ეხლა თუ დავითს არ ჩავთვლით რომელმაც იქ ფერარა ფლორენციის კრებაზე მიიღო მონაწილეობა და მთელი ამბები ზოგიერთ პატრიარქს ბუნებრივია რომ თან ბრძანებაა გამოცემული უნდა გამაჰმადიანდეს საზოგადოება და ვინც გამაჰმადიანებული გაქრისტიანდება ყველა უნდა დაიხოცოს და ამ შემთხვევაში ისლამურ ყაიდაზე გაზრდილი ბატონიშვილი რომელიც ჩამოდის და ქართლის მეფე ხდება საერთოდ არ მიაჩნია მას საჭიროდ რომ ქვეყანაში არსებობდეს ადამიანი რომელიც ანტი-მაჰმადიანურ პოლიტიკას ეწევა ну ფაქტობრივად ახლა შეიძლებოდა მაგალითად მისი დაპატიმრება და ასე შემდეგ, მაგრამ როსტომი როგორც ჩანს სპარსული სიკვდილით დაჯის მეთოდებით და დესპოტიზმით არის მიმართული, აი მის მიმართ. შეთქმულება ითვალისწინებდა თეიმურაზის ჩამოყვანის მცდელობას, რომელიც იმერეთში აფარებდა თავს, მაგრამ იმიტომ რომ ბოდიში ის იყო ქრისტიანი. დიახ, გაუგეს. დიახ. და ჯერ აწამეს შემდეგ გაგუდეს და შეურაცხყოფის მიზნით გარდაცვლილი კვამი გადმოაგდეს მერციხიდან. აი ეს იყო როსტომ. და ეს რასაკვირველია, იმიტომ რომ რას ქვია აბრუნებთ მეფეს, რომელმაც ამდენი უბედურება მოგიტანათ და მე მოვედი სპარსული გარნიზონებით და მოგიტანეთ მშვიდობა. აი ზუსტად ეგ არის, რომ ესე იგი საზოგადოებას ვერ გაუგია ის ფაქტი, აი ბევრი მაგალითად ხო ზოგადად ის რომ გესმოდეს დღევანდელობა, კარგად უნდა გესმოდეს შენი ქვეყნის წარსული. აი ზუსტი პერიოდი მე-17, მე-18, მე-19 საუკუნეები, მე-20 საუკუნე იდეალურად უნდა გადაიხედოს, აი ყველამ უნდა გადახედოს ამ საკითხს, სხვათა შორის ამას წინათ საქართველოს უნივერსიტეტმა მე აუცილებლად მოვიტან იმ წიგნს ეხლა უბრალოდ თემა არ არის ეს რომ მომეტანა აუცილებლად მოვიტან წიგნს რუსული ოკუპაციის ისტორია საქართველოში რომელიც არის ფაქტობრივად ლამის 800 გვერდამდე უზარმაზარი წიგნია რომელიც საქართველოს უნივერსიტეტმა გამოსცა და ჩემი აზრით ეს სახელმძღვანელო ეს ნაშრომი საქართველოში მცხოვრებმა ყველა ადამიანმა უნდა წაიკითხოს, ვისაც უნდა რეალური ისტორია იცოდეს, რა ურთიერთობები ჰქონდა საქართველოს რუსეთთან. და სხვათა შორის მისი ერთ-ერთი ავტორი არის თქვენთან უკვე სტუმრად დამყოფი ბატონი ვაჟა კიკნაძე, რომელსაც აქვს ძალიან საინტერესო მოსაზრებები აი მე-18 საუკუნესთან დაკავშირებით, აი ერეკლეს პერიოდზე და განსაკუთრებით მომეწონა მაგ წიგნში არ დავმალავ ვახტანგ მე-6-ის პერიოდი, რომელიც არის აი ერეკლე მეორის და თეიმურაზის პერიოდი და 2008 წლის ომი არის გადმოცემული საათობრივად და აი წუთებში არის გადმოცემული, რაზეც ჩვენ რა თქმა უნდა ცოდნა გვაკლია. რეალურად 21 საუკუნეში მომხდარი ამბავია, მაგრამ ბევრი მაინც დალტონიზმით უყურებს 2008 წლის ომს და ჯერათ იმის, რაც თვითონ ნახეს კი არა, რასაც ტელევიზიით აწვდიან. ასე რომ აი ამ წიგნით ჩემი ეს უნდა ყველამ წაიკითხოს ჩემი აზრით და მე ამ წიგს აუცილებლად მოვიტან და გაყიდვაშიც არის ხელმისაწვდომი, ამიტომ გავაცნოთ მაყურებელს, რომ ესეთი წიგნი არსებობს და თუ ვინმეს რაიმე იქ არ მოეწონება, აკადემიური მსჯელობა შეიძლება გაიმართოს, თუმცა მე მეეჭვება იქ ასეთი დასაბუთებული და წყაროებით მოყვანილი
არგუმენტების შემდეგ კიდევ ვინმემ რაიმე სხვა ბერკეტი ნახოს, რომ ეხლა ადამიანი მოიძებნება ყოველთვის, ხო იცით? მაგრამ არა, ის რომ მოიძებნება და ბრიყის დეფიციტი საერთოდ კაცობრიობაში არ არის. ეს ახალი არ არის. ერთი საინტერესო მომენტია კიდევ როსტომ ხანის მმართველობის დროს, რომ ის ებრძოდა თეიმურას და ყველა ბრძოლა როსტომ ხანის გამარჯვებით დასრულდა. და ერთ-ერთი ასეთ ბრძოლაში ის ტყვედას ჩავარდა თეიმურაზი და ძალიან უცნაური რამ მოხდა. აი აქ ჩვენი დესპოტი მეფე, რომელიც აბსოლუტური შეუწყნარებლობით იმედებს თავის ასე ვთქვათ მოძმე ქართველს იმისათვის რომ თუ ისლამს არ მიიღებს მოკლას თეიმურას ოქროვერტს გაატანს ჯორებს და ცხენებს ართხოვებს რომ ისე უკან დაბრუნდეს იმერეთში რატომ ну აქ ახლა ეს სხვადასხვა ეს ძალიან საინტერესო ფაქტია. პირველი ჯერ ფაქტი ის არის რომ როდესაც ამხელა სიმდიდრით გაუშვა, ახლა თეიმურაზის თავს ირანი ისედაც მოითხოვდა ჯერ ერთი. მეორე როსტომ ხანი თეიმურაზის სიკვდილით დასჯას, რომელიც არის მირონცხებული მეფე და ყავს მოკავშირეები ამ შემთხვევაში დასავლეთ საქართველოსთან, ესე დამოუკიდებლად ვერ გაბედავდა და რა ვიცი ისტორიკოსების ნაწილი შეიძლება ამასთან დაკავშირებით ფიქრობდეს რომ როსტომის ფრთხილი პოლიტიკიდან იყო ეს გამომდინარე იმიტომ რომ შემდგომ არ მომხდარიყო აი დასავლეთისა და აღმოსავლეთის დაპირისპირება რაც ისედაც იმ მომენტისთვის იყო ჩამქრალი დასავლეთში ამ დროს მოგეხსენება ცეცხლი უკიდია ყველაფერს აი სანამ ლევან მეორე დადიანი 1657 წლამდე ედგა ხო თან როგორი პერიოდია 1657 წელს ლევან მეორე დადიანი გარდაიცვალა და 1658-ში გარდაიცვალა უკვე როსტომ ხანი. ერთ პერიოდში გარდაიცვალა. თუმცა ფაქტი ერთია, რომ როსტომი გახლავთ ისედაც საქართველოში რომ ჩამოდის ასაკში იყო. თუ სწორად მახსოვს 65 წლის იყო, როდესაც ის აქ გამოგზავნა შაჰ-სეფი პირველმა. იმიტომ რომ ის ხო რამდენი ხანი იზრდებოდა უკვე იქ ირანის კარზე არა, უკვე დაბრძენებული იყო, როცა სეფი პირველი ტახტზე აიყვანა. და ამ შემთხვევაში ჯერ ერთი ფაქტიც უნდა აღვნიშნოთ, რომ აი მიუხედავად როსტომ ხანის აღმოსავლეთ საქართველოს ფლობისა, იქ კახეთში უფრო მეტი ზეგავლენა ჰქონდა ზაალ არაგვის ერისთავს. რაც არ უნდა როსტომ ხანი ყოფილიყო იქ მაინც არა პირველი პირის სტატუსით შეიძლება ყოფილიყო ზაალ არაგვის ერისთავი. და თეიმურას უკვე ამ პერიოდში რა ქონდა? დამარცხებული იყო, გაპარტახებული, აღარ სამეფო იმას აღარ ქონდა, ერთი უტახტო დარჩენილი დასავლეთ საქართველოში გაქცეული ბაგრატიონი იყო, რომელიც 1634 წლიდან მოყოლებული მარცხდება და მარცხდება როსტომ ხანთან. თან როსტომ ხან ზურგს ვინ უმაგრებს? სპარსული არმია, ეს იყო დამამცირებელი ქმედება მისი მხრიდან. იყო კიდევ ესეთი ვარიანტი, ესეთი საინტერესო მოსაზრებაც შეიძლება ვარაუდოთ, რომ თეიმურაზი მაინც გავიხსენოთ ახლა თანამედროვე რეალობები, აი საფრთხობელას აუცილებლობა რომ შეინარჩუნო ძალაუფლება, ხო? რომ თეიმურაზი ჭირდებოდა როსტომ ხანს, რომ ერთგვარი საფრთხობელას ფუნქციას ასრულებს თეიმურაზი, როგორც ირანისთვის და აქედან გამომდინარე მის ასე თქვა დამოუკიდებელ მმართველობას უფრო მეტი ლოგიკური არგუმენტაცია აქვს. და თუ როსტომ ხანი განადგურებდა თეიმურას, მაშინ შეიძლება მისთვის მეტი მორჩილება და მეტი დამოუკიდებლობის დათმობა მოეთხოვათ. და აქედან გამომდინარე, მან უბრალოდ შეინარჩუნა იმ პერიოდის ბჭყალებში ოპოზიცია, მაყურებლებს სულ მინიშნებს ვაძლევთ, რასაც დიახ. გამგები გაიგებს? დიახ, გამგებმა უნდა გაიგოს. დიახ. და ასე დამდაგვარად ატყუებს ტერს. რაც არ უნდა აი მაგალითად მე იმ დღესაც ხო ჩვენ აი როდესაც თეიმურაზე ვლაპარაკობდი ძალიან უარყოფითი მე მესმის ყველასი აბსოლუტურად მე გადაცემის მსვლელობის დროს როცა გიორგი სააკაძეზე ვლაპარაკობდით მე თქვენ გითხარით რომ გიორგი სააკაძეს და თეიმურას შორის ჩემი სიმპათიები უფრო თეიმურაზისკენ იხრება იმ კონკრეტულ მომენტში. ახლა მე რასაკეთებს თეიმურაზე მე იქ მთელი მისი ეპოქა არ შემიფასები ასე რომ იქ ვახსენე კონკრეტულად ამ ორი ადამიანის დაპირისპირებაში რომელია თეიმურას პირველი რაც არ უნდა ვლანძღოთ, რაც არ უნდა ცუდ პიროვნებად გამოვიყვანოთ.
იყო თუ არა ის მედროშე იმ პერიოდში ანტიირანული, რაც არ უნდა იყოს სხვა ადამიანი მაშინ საქართველოში არ აყვავს, ვისაც ანტისპარსული დროშა უჭირავს ხელში და ეს არის თეიმურაზე. რაც არ უნდა ლანძღოთ, რაც არ უნდა ვეძახოთ, რომ ის არის არასწორი პიროვნება, რაც არ უნდა ვეძახოთ იმპულსური პიროვნება, სხვათა შორის როსტომხანის იმპულსური იყო. ხო, რამდენი რამე ვნახეთ არა, აი პატრიარქის ტრაგედია მაგალითად თბილისის გაყოფა და სეიდების ტომის ჩამოსახლება და ასე შემდეგ არა. სხვათა შორის საქართველოში სპარსული ტომების ჩამოსახლება ჯერ კიდევ შაჰ თამას პირველის პერიოდიდან, იმიტომ რომ იქ იყო ესეთი რაღაცა გარკვეული სპარსული ტომების ჩამოსახლება, რომელიც ქვემო ქართლში ჩასახლდნენ, აი ბაჰარლუს ტომი მაგალითად, სხვადასხვა ბევრი რა, არ მოკლედ აი იქიდან და ეს ჩვეულებრივი ამბავი იყო, როცა ირანი გიფხრობს. და ამ შემთხვევაში ხარ იმდენად კომფორტულად გძნობდა ეს როსტომის აღმოსავლეთ საქართველოში თავის თავს ზურგს ამხელა ის უმაგრებს, მაგრამ სინამდვილეში რაც არ უნდა იყოს, მაინც ვერ მოვიტყუებთ თავს. დამპყრობელი არის დამპყრობელი. იდეალური პარალელია 1854 წელს თბილისში რომ დაგვისვეს მიხაილ ვორონცოვი. მიხაილ ვორონცოვი იყო დასავლური განათლების ადამიანი. ადამიანი ინგლისშია გაზრდილი. 18 წლის იყო რომ ჩამოიყვანეს უკან და იქ ინგლისში არაჩვეულებრივი წიგნი გამოვიდა ეხა ახალგაზრდა ისტორიკოსების სერიაში აი ვორონცოვზე და უყურეთ ვორონცოვს საქართველოს არ დაუპყრია. უკვე დაპყრობილ საქართველოში დასვეს ეს ადამიანი და ამ ადამიანმა რაც გააკეთა მე კი ვნახე, თუმცა ტაში უნდა დავუყრათ, დამპყრობელი მაინც დამპყრობელია. ის კი თავადაზნაურობას დაუმტკიცა იქ 30,000 ადამიანი დასახელდა, მე მგონი თეატრიც გაკეთდა, იქ ოპერა გაკეთდა, იქ რაღაცა ბიბლიოთეკა გაიხსნა პირველი. ადამიანი არის დასავლური ორიენტაციის, თუმცა რუსული იმპერიალიზმის ესე ვთქვათ ერთ-ერთი ჩვენთან აი მათრახიანი ადამიანი, რომელიც რაღაცა თავზე ადგას ამ ქართველებს. ხო, ანუ შექმნა ოპორტუნიზმის შესაძლებლობა. ანუ როგორ რაღაცა იცი თუ პრინციპები არ გაქვს, არის საშუალება აქ კარიერა გაიკეთო. აი როსტომხანმაც ესეთი ოპორტუნიზმის საშუალება შექმნა იმ პერიოდის ქართველობისთვის. ცხადია გლეხობა ამაში არ მონაწილეობს, იმიტომ რომ არავითარი ძალაუფლებული ურთიერთობები ვერ მიიღებენ მონაწილეობას, მაგრამ თავადაზნაურობა და მეტადრე უფრო მსხვილი აზნაურობა, ხო, თავადობა, მათთვის არის სერიოზული შესაძლებლობა. მოიცა, რა ვიცი, რა საპირე შენ მარტო იბრძოლებ, ჩემს წინავე მეფეს რა უქენი, ხო? უნდა გადაიცვა ირანული სამოსი. აი ეს არის ხალათი მიიღო, რასაც ჩამიგზავნეს. მიიღებ, გექნება კარიერა, გექნება ფული, გექნება საშუალება. ზოგიერთი შვილებს აგზავნიან იქითკენ კარიერას, იქითკენ იწყებენ იქაურ განათლებას იღებენ. ისლამი ერთგვარი პირობა ხდება, თანამედროვე გაგებით დიპლომი ხდება, რომ შენი ქონებას დაიცვა და მომავალიც დაიცვა და აი ასეთი შესაძლებლობა შეგვიძლია. ვორონცოვმაც იგივე გააკეთა. თავადაზნაურო თერგდალეულები არის იმ თელი ჩვენი სასწავლებლად. დიახ, თერგდალეულები, ვინემაც ითერგდალეულა, ეს არის იქ წასული ადამიანების უმცირესი პროცენტი. დანარჩენი იყო, აი, როგორც ხარება და გოგიაში როცა იკითხავთ. პირველი თაობის ხალხი, ვინც იქ წავიდა, ისინი არ არიან რუსები, მაგრამ მეორე თაობა უკვე ვინც იქ დარჩა, ჩავთვალოთ, რომ ისინი აღარ არიან უკვე ქართველები, ისინი არიან უკვე გარუსებულები, ხო, მაგალითად. რამდენი ყოლია, ხო, საქართველოში ეგრე. აი, მე ალბათ თქვენ გექნებათ აქ საუბარი სპეციალისტებთან, აი, ბელადის რეჟიმზეც არა, რომელიც აქედან მივალთ იქამდეც გექნებათ მე თქვენ და ალბათ აი მაგ ეპოქების სპეციალისტებისგან განსაკუთრებით მაინტერესებს ხოლმე კიდევ უფრო მეტად ეგ შეფასება რა, აი, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ვინც იყო პირველი თაობა, იმან რაღაც ქონდათ ქართველობა შენარჩუნებული, აი მეორე, მესამე თაობა, ისინი უკვე ჩვეულებრივი რუსები იყვნენ. იმიტომ რომ აი ახლა მაგალითად როსტომხანი ხო ბაგრატიონი იყო, მაგრამ სინამდვილეში ის რანაირი ბაგრატიონი იყო, სპარსული ყაიდა, სპარსული კულტურა, ისლამი, ხო ახლა იქ ხო არის სპარსული და მომავლის ვარაუდით ალბათ საქართველოს იქნება სპარსის პროვინცია. ესეთი თან სხვათა შორის თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ აი 1642 წელს გარდაიცვალა შაჰ-სეფი პირველი, წეგანაც ვახსენე, რომ ეს მისგან და მავნეთვისებებისგან თან ჯანმრთელობაც მაინც და მაინც არ ქონდა კარგ მდგომარეობაში და ტახტზე ავიდა მისი მემკვიდრე შაჰ-აბას მეორე. შაჰ-აბას მეორესაც სხვათა შორის იგივე პრობლემა ქონდა, სმა უყვარდა ძალიან და 1642 წლიდან 1666 წლამდე მართავდა ირანს და მიუხედავად იმისა, რომ აი შაჰ-აბას მეორეს უყვარდა სმა, ქონდა ეს მავნეთვისებები,
იმ დროს ეკონომიკური აღმავლობა იყო ირანში, რატომაც არა შაჰ-აბას მეორეს პირდაპირ ჰქონდა გეგმა, რომ აღმოსავლეთ საქართველოში, აი ვინც ცხოვრობდნენ კახეთის ტერიტორიაზე, უნდა დაცლილიყო ადგილობრივი მოქალაქეებისგან და უნდა გადასულიყვნენ ესენი ირანში და ირანიდან უნდა ჩამოესახლებინათ კახეთში თათრები. აი რაც გეგმა ქონდა, აი რაც შაჰ-აბას პირველს ქონდა თავის დროზე რო აქაურობა ირანის ტანად გადაეკეთებინა, შაჰ-აბას მეორეც იმის მოსახელე აგრძელებს უკვე ამ პოლიტიკას და თან ერთი საკითხია 80,000 ადამიანი ჩამოევა. აბა 80,000 ადამიანი, ათასობით ადამიანი ჩამოასახლა და ეს გაითვალისწინეთ რომ მაშინდელი საერთოდ მსოფლიო დემოგრაფია არის რა ვიცი ერთი 70%-ით ნაკლები თანამედროვეობას თუ შევადარებთ და მაშინდელი ალბათ არ არსებობს არავითარი დემოგრაფიული ზუსტი ცნობები რამდენი იქნებოდა მაშინდელი ქართველობა მაგრამ ყველაზე ოპტიმალური ვარიანტით ალბათ მილიონამდე ხო დავუშვათ გამოთვლით ხო აი ოსმალური დავთრები კი გვაქვს ჩვენ მაგალითად სადაც აღწერილი არის სოფლები მაგრამ ეს ხომ მთელ საქართველოს არ ეხება არა ეს აი ის გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარიც არ ეხება მთელ საქართველოს მიუხედავად იმისა რომ გურჯისტანი არის იქ და ეს გურჯისტანი მთელ საქართველოს ნიშნავს რეალურად ნიშნავდა მხოლოდ იმ ნაწილს გურჯისტანისას რომელსაც ოსმალები აკონტროლებდნენ არა და სხვათა შორის აი წეგან ჩვენ როსტომზე რო ვთქვით იმდენად პატრონობდა აი ვახტანგ მე შემდგომში ვახტანგ შაჰნავაზს გულისხმობ არა 1654-ში როდესაც ვახტანგმა ისლამი მიიღო და მას ირანში შაჰნავაზი უწოდეს აი როგორც ქაიხოსროს უწოდეს ხოსრო მირზა როსტომ ხანი ერთი დიდი საქმე გააკეთა კიდე როსტომმა მამამისის აი ეს ვახტანგის მამის თეიმურაზ მუხრამ ბატონის მიწები გადასცა იმიტომ რომ აი 1648 წლებში ბოლო 10 წელი აი როსტომის სიცოცხლეში სამუხრამ ბატონოს განაგებდა სწორედ ვახტანგი და ასე აკვირდებოდა როგორი მემკვიდრე იქნებოდა ის არა მისი გამგრძელებელი და როდესაც 1658-ში როსტომი გარდაიცვალა და უკვე ოფიციალურად ირანმა როსტომის ახლა ნდობით აღჭურვილი პირი და მისი გამოზრდილი გამახმადიანებული ქართველი ვახტანგ მეხუთე შაჰნავაზად წოდებული დაგვისვეს ქართლში ეს არის 1658-1675 წლები 21 მარტამდე უნდა მომხდარიყო მისი მკვლელობაო ძალიან საინტერესო ცნობაც არის სხვათა შორის მე იქ შეგვიძლია წავიკითხოთ კიდეც და როცა ვახტანგ ხუთე მოვიდა ხელისუფლების სათავეში აქ დაიწყო მთელი რიგი ინტერესები არა ამ ადამიანს არ ქონდა ინტერესები მარტო ქართლის მიმართ ამ ადამიანს ინტერესი აქვს იმერეთის მიმართ იქ ოდიშის მიმართ ამ ადამიანს აქვს იმ ფართო ინტერესები აქვს და რასაკეთებს ყველაფერი ისევ ირანის რა თქმა უნდა იმის მხარდაჭერით ანუ მის შემადგენლობაში საქართველოს ადმინისტრაციული ოლქი ალბათ ესე რომ წარმოვიდგინოთ მის ხედვაში ასე თან ყველაზე საინტერესო რა არის რომ აი ამ ვახტანგ მეხუთემ ჩვენ წყაროები პირდაპირ გვეუბნება რომ მოაკვლევინა კახეთის ფაქტობრივი მმართველი ზაალ არაგვის ერისთავი და კახეთის ტერიტორიაზეც ფაქტობრივად თავისი ძალაუფლება გაავრცელა მეორე დაამყარა ოდიშის მთავართან კავშირი ამ მესამე დადიანთან ფაქტობრივად ეს იყო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მომენტი და იმერეთის ტახტზე აიყვანა საკუთარი მემკვიდრე არჩილი 1666 თუმცა ეს ამბავი რომ სტამბოლში ახალციხიდან გაგზავნეს ჩვენ ამის გვაქვს ეს ცნობები რომ ახალციხის ფაშამ ეგრევე სტამბოლს გააგებინა რომ აქ ვახტანგი ირანის თან აქ ახლა სტამბოლში რა არის სიამოვნად იქ ახლა სტამბოლში დირღოვას ამასიის ბალანსი იჯდებოდა თუ ვინ იჯდებოდა ამასიის ზავის დარღვევა იყო აი ბოლო ქასრი შირინის ზავი ბალანსი დაირღვა იმიტომ რომ ჯდება მუფლისწული რომლის მამაც არის ირანის შაჰის მოხელე ვალი როგორც სპარსული გადმოსახედიდან ხო ვალს უწოდებდნენ ან უფრო ისე ჯანიშინი როგორც დანიშნავდნენ ხოლმე აი შემდეგში ეს თანამდებობა ქონდა ვახტანგ მეექვსესაც არა ეს მეფის ტიტული ეს შიდა მოხმარების წოდება იყო თუ ისინი მეფეებად მაინც მიჩნეულები იყვნენ ირანის კარზე როგორ უნდა გავიგოთ ეს ირანის შაჰი არასდროს ეხა მეფედ რო გაღიაროს ეგ იმას ნიშნავს რომ ეს იგი შენი დამოუკიდებლობა უნდა ცნოს და ისინი როგორც ვალი ანუ ჩემი დანიშნული ვალია რა და აქ ჩვენთვის ისინი მეფეები არიან აი ხა როსტომი მაგალითად ხო დამოუკიდებლად იღებდა გადაწყვეტილებებს და მე იმას ახორციელებდა ყველაფერს არა მაგრამ ძირითადად აი რაც საქართველოში პოლიტიკა ხდებოდა ასე რომ თამამად შეიძლება მივიჩნიოთ რაღაცა კუთხით ის მიშვებულ დამოუკიდებელ პიროვნებად მაგრამ აი ეხლა რომ ეს ამ ვახტანგმა არჩილი დასვა
იმერეთში რომ გაამეფა და მთელი რიგი რაღაცა და ფაქტობრივად მთელი იმის გახდა რა ქვია მთელი საქართველოს მის ხელში იყო იქ შვილი დასვა ქართული მისია ზაალარაგვის ერისთავისგან მოიშორა ის და კახეთი აქ უკვე და თითქმის ერთადერთი ეს ახალციხე და ეს ნაწილი არა აქ სადაც ოსმალები არიან ფაქტობრივად არჩილი იმერეთის მეფე გამოდის 2 წელი იმიტომ რომ 1661-ში დასვეს და 1663 წლიდან უკვე ოსმალებმა გარნიზონები კიდევ უფრო დაამატეს ახალციხეში და თუ არ გაიყვანდა არჩილს იქიდან, მაშინ მოხდებოდა ოსმალური ლაშქრობა დასავლეთ საქართველოში. რის გამოც არჩილი წამოიყვანა იმერეთის მეფის სტატუსიდან და გადაწყვიტა რომ გაემეფებინა კახეთში. მაგრამ კახეთში ისე არ დახვდა სიტუაცია როგორც ვახტანგ მეხუთე შაჰნავას უნდოდა, იმიტომ რომ კახეთის ტახტისთვის უკვე პრეტენდენტი არჩეული იყო, რომელსაც კახელი თავადებიც მხარს დაუჭერდნენ, რომელსაც რუსეთშიც კი ქონდა უკვე სახელი განთქმული, ეს გახლავთ რუსეთის საიმპერატორო კარისთვის კარგად ცნობილი ერეკლე პირველი ნაზარელი ხანი. არა რუსეთის იმპერიისთვის კარგად ცნობილი, განსაკუთრებით აი მე ვხუმრობ ხოლმე რუსეთის იმპერატრიცა იცნობდა განსაკუთრებით კარგად. აქ არის რაღაცა პატარა ლეგენდები, დაუდასტურებელი წყაროები. დაუდასტურებელი, თუმცა არ ვიცი ის წყაროებზეც მე მქონია საუბარი იმპერატორის უშვილობასთან დაკავშირებით მაგალითად, თუნდაც ის რომ 10 წლის პეტრე პირველის გახდომის შემდგომ ერეკლე პირველი ნაზარელი ხანი რუსეთიდან გამოუშვეს, იმიტომ რომ რაღაც მსგავსებები გაჩნდა იქ. ხარ ბევრი შეკითხვა ჩდება და ეხლა რამდენი ისტორიკოსიც არსებობს იმდენი საუბარი არის პეტრე დიდზე. პეტრე პირველი დიდი, რა თქმა უნდა, რუსეთის პირველი იმპერატორი. დიახ, იმპერატორზე, რომელმაც შექმნა საერთოდ რუსული სახელმწიფო როგორც ასეთი. სამწუხაროდ, როგორც ასეთი. სამწუხაროდ. სავსების შესაძლებელი ვერსია ამაში გასაკვირი. არაფერი არ არის, იმიტომ რომ რუსეთის იმპერატორი იყო შეუძლოდ ძალიან სუსტი გახლდათ და მისი შვილი ავლენს ყოველ მსგავსებას, ანუ რა თქმა უნდა, ისეთი სიმამაცეც და რაღაც ქართული და გარეგნულადაც ხო? ცნობები, რომელზეც მე ისტორიკოსებთან მისაუბრია, კონკრეტულად სასიყვარულო წერილების რაღაცა დოკუმენტებზე იყო საუბარი, რომ ჩვენი ბაში ისევ რაღაცა ესეთი სასიყვარულო თბილი წერილი, რომელიც რა თქმა უნდა უკვე ამოღებულია ყოველგვარი ხმარებიდან. რუსეთში საერთოდ გამქრალია ეგენი, მაგაზინი ქვინ გაჩვენებს. ხო, იმიტომ რომ ისტორია არის. კი. შემოკარგებო, ესე თქვენად არ გაჩნდებოდა. მაშინ არის პოლიტიკური ნარატივი, პოლიტიკური კონსენსუსი, არის ჩართული პოლიტიკური, ასე ვთქვათ, ინტერესები, ანუ ისტორია როგორც დამოუკიდებელი ობიექტური მეცნიერება ამბობს ობიექტურობას ფაქტებიდან და გარემოებებიდან მიუხედავად, მაგრამ ყველა ითვალისწინებს რაღაცა კონტექსტს. ეს კონტექსტის გათვალისწინება შემდეგ მრავალი ცენზურის შემდეგ უკვე ექვემდებარება რაღაცა ცალკეულ, ასე ვთქვათ, ნარატივს. სამწუხაროდ ასეა და განსაკუთრებით ასეა იმ ქვეყნებში, სადაც არის ძალიან კონკრეტული, ასე ვთქვათ, იმპერიული ნარატივის გაძლიერება და იქ არავინ არ შემოგთავაზებს შესაძლებლობას რომ პეტრე, რომელიც მათი მაგას კატეგორიულად უარყოფენ, ჩაკეტილია ყველაფერი თუ რამე შეიძლება სასიყვარულო რომანის შემთხვევითი ნაყოფი. კი, რაც ეხა იქ არ გაუკვირდებათ ნამდვილად. ხო, გადავხედავთ რუსეთის სამეფო კარის ინტრიგებს და მათ, ასე ვთქვათ, ბიოგრაფიას, სამყარო თამამი. ხო, საკმაოდ თამამი ისტორია აქვს და ხო, აი მაგალითად ეკატერინე მეორის საყვარლებზე მგონი ტომებია გამოცემული, იმიტომ რომ ეგ კიდე სხვა საკითხია. ხო, მაგას უფრო აი ეკატერინე მეორის თუ კი ამას ვაპირებთ. კი. როგორ მოითხოვა სოლომონის და ერეკლეს პორტრეტები, აინტერესებდა როგორ გამოიყურებოდნენ ასეთი ძლევამოსილი იმერეთისა და კახეთის მეფეები. ხო, ნუ ეხლა კიდე სხვა ინტერესის სფერო იყო და ერთი საინტერესო საკითხი, აი, როდესაც აი ვახტანგზე ვსაუბრობთ და არჩილი გამოიწვია, ეხლა ეს ერეკლე პირველი ვინ იყო? ერეკლე პირველი იყო თეიმურაზის შვილიშვილი, დათუნა ბატონიშვილის ვაჟი გახლავთ, რომელიც აი რუსეთში იმყოფებოდა და შემდგომ ის გახდა კახეთის მეფე და აქ ახლა საინტერესო რა არის, რომ ვახტანგ მეხუთე შაჰნავაზი შეიძლება ითქვას დაღუპა საკუთარ აი სწორედ არჩილმა და მისმა მეორე შვილმა ლუარსაბმა. აი ამ ორმა შვილმა ისეთი გადაწყვეტილება მიიღო, რის გამოც საბოლოოდ მოხდა ვახტანგ მეხუთე შაჰნავაზის ირანში დაბარება. რა გადაწყვეტილება მიიღო? გადავიდნენ ესენი ოსმალეთის მხარეს, ეს არჩილიც და ლუარსაბიც და საბოლოო ჯამში ოსმალურ არმიას თხოვეს, რომ იმერეთის ტახტი დაებრუნოს
დაებრუნებინათ არჩილისთვის. ეხლა როგორია მამა არის ირანის შაჰის მოხელე და შვილები იმერეთის ტახტის დასაბრუნებლად, იმიტომ რომ დასავლეთ საქართველოს ნაწილი ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაშია და იქ შაჰს ვერ თხოვრო ჯარი გამატანე და ასე შემდეგ. იქ უკვე ოსმალეთი უნდა ჩარიო მაშინ. და აი არჩილისა და ლუარსაბის ამბავი, რომელიც ამ ოსმალეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული, ხდება ისე რომ 1675 წელს ვახტანგ მეხუთეს იბარებენ ისპაჰანში და გზაში ის გარდაიცვალა. თუმცა სხვათა შორის ვახტანგ მეხუთის ცხოვრებას, აი ვისაც სურვილი ექნება რომ გაეცნოს, აუცილებლად უნდა წაიკითხოს ფარსადან გორგიჯანიძის ბოლო თარიღების აღწერა, პარიზის ქრონიკა და უფრო პარიზის ქრონიკა უფრო როსტომ ხანზე არის ბოლოს ინფორმაციები და სეხნია ჩხეიძე მეფეთა ცხოვრება. ყველაზე დიდი წყარო, რომელიც არის აი თანამედროვეების მიერ დაწერილი და იმ რომელიც ივანე ჯავახიშვილმა თავის დროზე უარყო ფარსადანიც და ისიც რომ ის არისო რა უფრო სეხნიას ადანაშაულებს რომ ნამეტანის სისხლიანი წერალიაო პირდაპირ წერდა ეს სეხნია ჩხეიძე ისეთი რაღაცები აქ დაწერილი არ არის დიდი თხზულება თუ სწორად მახსოვს 86 გვერდია ეხლა ის კომენტარებით და ესე ვთქვათ გამოკვლევით არ გამოცემულა თუმცა ქართლის ცხოვრების მესამე ტომში შეიტანეს სხვათა შორის, მაგრამ მე აი ვიცნობ ისტორიკოს, რომელიც მუშაობს სეხნია ჩხეიძის თხზულებაზე და კომენტარებით და გამოკვლევით გამოსცემს და შემდეგ უფრო ბევრი რამე გახდება ნათელი სხვადასხვა ისტორიკოსების შეხედულებებით, აი ვახტანგ მეხუთე შაჰნავაზთან დაკავშირებით და მის მემკვიდრეობასთან დაკავშირებით. ისე ვახტანგ მეხუთის შვილებიდან შემდეგ ორი მეფე გვყავს საქართველოს ისტორიაში, აქედან არჩილი მაგალითად აი არჩილ მეორე, რომელიც მაგალითად კახეთში ერთხელ იყო მეფე, იმერეთში 5 ჯერ იყო მეფე პერიოდულად, არა და მეორე არის გიორგი მე-11, რომელიც ჩვენთვისაც ხო კარგად არის ცნობილი, სპარსეთისთვისაც კარგად არის ცნობილი და განსაკუთრებით ავღანელებისთვის არის კარგად ცნობილი. გიორგი მე-11, იმიტომ რომ იქ ვიცით ჩვენ რომ მან მოახერხა იქაურობის დამორჩილება, არა და საკმაოდ კაცრი პოლიტიკაც გაატარა. თუმცა იქ შეეწირა აი ამ პოლიტიკას სხვათა შორის ავღანეთის ტერიტორიაზე მე მგონი თუ სწორად მახსოვს და არ ვცდები მეორე ქართველია რომელსაც მოუწია გალაშქრება პირველი იყო გიორგი სააკაძე რომელმაც იგი გაილაშქრა ორივე წარმატებით და აი აქვე ვინაიდან ჩვენ ფაქტობრივად რა ხდება ეხა პარალელურად მინდოდა წეღან მე თქვა აქ რო ჩვენთან 1600 ქართლში 1658 წელს გამეფდა ვახტანგ მეხუთე შაჰნავაზი აღმოსავლეთ საქართველოში ერთი წლის შემდეგ დაიწყო ძალიან დიდი პროცესი რომელიც პირდაპირ იყო ანტისპარსული მოძრაობა თან ძალიან დიდი მოძრაობა და რატო ეხლა ამას სათავეში ჩაუდგნენ ვინები ერთი იყო ბიძინა ჩოლოყაშვილი რომელიც უშუალოდ იღებდა მონაწილეობას ამ აჯანყებაში და მეორე იყვნენ ესე ვთქვათ შავ ხევსურეთიდან გადმოვიდნენ კიდევ და არაგვის ერისთავები, არა, მთელი რიგი არმია შეიკრიბა იქ. აი ზაალერის თავი იყო მაგალითად და შალვა და ასე შემდეგ. ძმები ელიზბარი, დიახ, ელიზბარი, რომლებიც მეთაურობდნენ ამ ბახტრიონის აჯანყებას. ნუ ფაქტობრივად ეს აჯანყება თვითონ ბახტრიონის ციხის აღება ეს კიდე საკითხია, მაგრამ დიახ, ანუ ეს აჯანყება არის ორივე რაღაცა ისეთი ცნობა, ერთი ცნობა ალბათ გამომდინარე შედეგიდან რომ ეს ძალიან რთულად ორგანიზებული ასე ვთქვათ ოპერაცია იყო, იმიტომ რომ ერთდროულად ალავერდის და ბახტრიონის აიღეს. აბა ეს ახლა არის კარგად მომზადებული. თან გარნიზონები, აი თვითონ გალავნები ხო ყიზილბაშური გამაგრება იყო და იქ ვიმათ უკეთესად იცოდნენ, სათოფეები ცალკე კონდად გაკეთებული. თან გარნიზონები იდგნენ შიგნით, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ რატო დაიწყო? აი სწორედ ჩვენ რატო დაიწყო? იმიტომ რომ რაც ჩვენ წეღან ვახსენეთ, შაჰ-აბას მეორის პოლიტიკა ეხებოდა კახეთის გათათრებას. ანუ აქ უკვე დემოგრაფიული ეთნიკური პრობლემა დადგა უკვე წინახაზზე და როგორია ახლა რომ სახლი მიატოვა როგორც ფერედნელი ქართველები და როგორც აი ეს კახეთიდან გადაასახლა შაჰ-აბასმა ესეც როგორც ჩანს ანალოგიურს უპირებდა ამ კონტექსტი კარგად მინდა რომ ყველაფერი შევიგრძნოთ ერთად რა გაცვლა უნდა მომხდარიყო ანუ ჭრილობები რომ მოწყვიტეს ამოგლიჩეს მეზობლები, მეთემეები, ჩვეულებრივი ადამიანები, რომელსაც იცნობენ და ეს კი არ არის რაღაც ბიძა ბაბუამის ის ამბობს რომ უყვება და რაღაცა ერთ დროს აქ ქართველები იყო.
ეს ამბები, რომელშიც ადამიანს კონკრეტულად ახსოვს თავისი მეგობარი ვიღაცა როგორ წაიყვანეს. აბა, წინაპარი თავისი ან თუნდაც ნათესავი. ხო, რა ნათესავი, ანუ ეს ცნობები მათთვის არის აი ისტორიული მეხსიერება კი არ არის, ანუ ცოცხალი ასე თქვათ მეხსიერება, იმიტომ რომ გასულია რაღაცა სულ 70 წელი, ხო დავუშვათ. მეორე ჩამოსავს 80,000 ადამიანი. 80,000 ადამიანი ძალიან დიდი ციფრია, გამომდინარე იმ დემოგრაფიული ვაკუუმის შექმნისგან, რაც შაჰ-აბასმა დაგმართა, დიახ. და მესამე ამ ადამიანებმა არის ესეთი ცნობა, რომელიც არ ვიცი რამდენად არის ისტორიული წყაროში მოცემული ცნობა. ცნობა უფრო რაღაცა სიტყვიერებაში თუ ლეგენდაში არსებობს, რომ მათ შეურაცხყვეს ხუცესი ბერი, რომელიც იყო ბოლოწვეთი ქართლის მოსახლეობისთვის. ანუ ბერი შეიპყრეს, გაკოჭეს, შეურაცხყვეს და შეურაცხყვეს ყველაზე ძიმე ფორმით რაც შეიძლება მამაკაცი შეურაცხყვეს. მოაჭრიდნენ თავს მოყვეთდნენ, დიახ, ალბათ ფიზიკურად დიახ. ესეც იყო რაღაცა მიზეზი, მაგრამ ახლა აი ამ ცნობის გამო რომ ეს ალბათ იქნებოდა მთელი რაღაცა კომპილაცია მიზეზების, რაც აღიზიანებდა ქართულ მოსახლეობას, მაგრამ აშკარაა, რომ ბახტრიონის ეპოპეა ძალიან ეფექტურად და კონკრეტულად ორგანიზებული ოპერაციაა, იმიტომ რომ ამ ოპერაციაში გამორიცხულია, რომ უბრალოდ ალალბეძე წასულიყო, ნახოთ აბა იქ რა იქნება. ერთ დამთხოვული ოპერაცია ერთმანეთს და ალბათ შიდა რაღაცა ინფორმაციებიც იქნებოდა, ეცოდინებოდათ ვინ როდის ისვენებს, როდის არის ის პაუზა რაღაცა. ეგენი ხო ისედაც იცოდნენ ხოლმე, აი ჩვენ ხო ვისაუბრეთ მანამდეც, მაგალითად აი სიმონ პირველის პერიოდში სულ წინასწარ იცოდნენ, აი აღდგომის დღეს მაგალითად იცოდნენ, რომ ქართველები ამას გააკეთებდნენ აუცილებლად, ამას იყენებდნენ. ეს ჩვეულებრივი მუსლიმური სამხედრო სტრატეგია არის, რომელსაც აი მაგალითად ეხლა თანამედროვე პერიოდშიც ხდება, აი გახსოვთ 7 დღიანი ომის დროსაც რამდენი რამე მოხდა, ეხლაც ისრაელის კონფლიქტის დროს გამოიყენეს რაღაცა მშვიდობიანი ფესტივალი და დაიწყო პირდაპირ მნიშვნელობით შეტევა რა იქ მთელი დაბომბვით და ამბებით. ამიტომ ზოგადად მტერმა ჯერ კიდე შუა საუკუნეებიდან მოყოლებული თან აღნიშნავენ, რომ აი ამ დღეს ისინი ამ წმინდა დღე არისო მათთვის. კონსტანტინოპოლს როდის შემოარტყა ალყა მეჰმედ მეურემ აღდგომის წმინდა დღესასწაული იწყებოდა. ამიტომ აი ზუსტად აპრილის პერიოდი იყო მასობრივი შეტევა რომ მიიტანა. ასე რომ ბევრია ასეთი მაგალითი და მათ შორის არის სწორედ ეს რომ აი სასულიერო პირების შეურაცხყოფა. იციან ახლა საზოგადოებას რაც აღიზიანებს და თან სასულიერო პირები ისინი არიან ვინც აკრძალულს მაინც ჩუმად აკეთებენ, ხო? ქრისტიანობას ავრცელებენ და დაკეტილ ეკლესიებში, გადამწვარ ეკლესიებში ატარებენ წირვალოცვას და ასე შემდეგ. ანუ იმ პერიოდის ბერობა ეს არის რა ვიცი მე საკუთარი თავის გადადება ბრძოლისთვის, იმიტომ რომ იმ პერიოდის ბერობა და ეკლესიაში პრაქტიკულად არ არსებობს შესაძლებლობა რაიმე ფუფუნების მიღების. ეს არის უბრალოდ აი რაღაცა მებრძოლ რაღაცა სტიქიაში საკუთარი თავის გადასროლა და ხო აი აქ მთელი საზოგადოება აი ამ რაღაცა წინააღმდეგობაშია, საშინელ წინააღმდეგობაშია საკუთარ ყოველდღიურობასთან, ჯერ ეს საშინელება ლეგენდები აუცილებლად იქნებოდა ქეთევან დედოფალზე. დიახ. მეფეებზე როგორ აწამეს. ლუარსაბ მეორე ბაგრატიონი მათ შორის არა? თეიმურაზის შვილები. ეს ყველაფერი იქნებოდა ანუ ლეგენდარიუმით მოცული, ზოგი გადაჭარბებული ისტორიით, ზოგი ნამდვილი ისტორიით. და ხედავს ადამიანი ყოველდღიურად მის ყოფილი მეზობლის მამულში სხვა დასახდა. დიახ. ხო, მით უმეტეს ჩამოსახლებული მტერი, რომელიც არ არის არც კახელი წარმოშობით და არის გაცვლა ხდება. ესენი მიყავთ იქ რაღაცა დაუსახლებელი მიწების ასათვისებლად და ისინი ჩამოყავთ უკვე კარგად ათვისებული და აგრარულად წელში გამართული ქვეყნის ათვისების მიზნით. და სწორედ ამ პერიოდში აი მაგალითად ეს ბიძინა ჩოლოყაშვილის მეთაურობით ჩვენ ახლა ვახსენეთ ჩალვა ერისბარი მაგალითად, რომელიც ასევე მეთაურობდნენ ამ ლაშქრობას, ამ აჯანყებას უკაცრავად. ახლა რა იყო
წარმატებას ეხლა ამ ბახტრიონის აჯანყების წარუმატებლობა იმაში მდგომარეობს, რომ როგორ შეიძლებოდა ყველა აჯანყებული დახოცეს, მეთაური დახოცეს მაგალითად, ხო, ბიძინა ჩოლოყაშვილი აკუწეს, თუმცა შეიძლება მივიჩნიოთ დადებით კონტექსტში ის ფაქტი, რომ აი ის იდეა, რა იდეა ჩახს ქონდა, რომ გაცვლა მომხდარიყო დემოგრაფიული, იმით ის იდეა უკან წაიღო და დაივიწყა. იმიტომ რომ ერთხელ რომ მოხდა მსგავსი რაღაც, ხო, სიტყვაზე შეიძლება რომ მეორეჯერაც, მესამეჯერაც ეხლა ქართულები ჩვენ ისტორიაში გვაქვს ეგრე რომ როგორც კი რაღაცას ვერ გავაკეთებთ, ან წავაგებთ, მე უკეთესად ვემზადებთ, არა, მაინც მარტო რუსეთის წინააღმდეგ რამდენი აჯანყება გვაქვს მოწყობილი. პირველივე აჯანყებაზე რომ დავმარცხდეთ ხელი რომ ჩაგვექნია, ალბათ წარმოდგენაც არ მინდა აქ რა იქნებოდა. 1802, 1804, 1812, 18-19, მე 60 აფხაზების, მე სვანების, აფხაზების, სვანების. ანუ სამეგრელოს აჯანყება, ანუ რამდენი იყო აი ამ უსამართლობაზე აბსოლუტურად უშანსო ბრძოლაში. უშანსო ბრძოლა. თუმცა საჭირო იყო იმისთვის, რომ ელემენტარული ფსიქოლოგიურად მაინც გეჩვენებინა, რომ მე ჩემი ღირსება გამაჩნდა და სულ რომ აი აჯანყებული ბახტრიონის აჯანყებაში მონაწილე მეთაურები, ვინც იყვნენ, სულ ყველანი ფაქტობრივად სიკვდილით დასაჯეს. საშინელი ბედი ეწიათ მათ. ბიძინა ჩოლოყაშვილი აკუწეს სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. დაიბარეს. ირანში დაიბარეს და გადასცეს იმ ტომებს, დიახ, იმ თურქმანებს, რომლებიც უნდა ჩასახლებულიყვნენ და რომლებიც წინააღმდეგაც აჯანყდნენ ესენი და წარმომიდგენია ისინი რას უზამდნენ. სასტიკი წამებით, ნელი სიკვდილით გამოასალმეს სიტყვას. ასე რომ, თუმცა ბახტრიონი, აი ჩვენი დიდი მწერლების, ხო, აკაკი წერეთელი, ვაჟა-ფშაველა, მათთვის რჩება როგორც არა მარტო მათთვის, უბრალო ადამიანებისთვისაც მიუხედავად ამ აჯანყებებს, ჩემთვის პირადად შეიძლება კონკრეტულად იმ მომენტში აღმოსავლეთ საქართველოს სპარსეთის გავლენისგან არ გათავისუფლდა და ეგრე არ ხდება ასეთი ფესვგადგმული რეჟიმისგან რო უცბად გათავისუფლდა. ამას მთელი პროცედურები სჭირდება. თუმცა ჩემთვის აი ეს ბახტრიონი მაინც არის იმ იდეის, აი შახმარო ის იდეა უკან გაიწვია, ეს უკვე არის ნათელი წერტილი იმისა, რომ ამ ხალხმა ის მაინც მოახერხა, რასაც აუჯანყდა. და ეს აჯანყება დაიწყო სწორედ მაგიტომ. აქ ხო ჩანს ფაქტი, რომ აჯანყება ისე იყო გაკეთებული, რომ იქ ადამიანებს თავიდანვე ჰქონდათ 100%-იანი მოლოდინი იმისა, რომ ეს არის სასიკვდილო განაჩენი. განაჩენი რა თქმა უნდა. ანუ ახლა მერე აჯანყების მეთაურები დაიბარეს და მივიდნენ. ანუ ეს არ ყოფილა რაღაცა თავი. წავიდნენ, ხო? დაიბარეს და მივიდნენ. ჩავიდნენ და იქ სიკვდილი მიიღეს, ხო? ანუ ეს გადაწყვეტილება მაშინვე აჯანყების მომენტშიც იყო გააზრებული, რომ ღირსების გამო ვაკეთებთ ამას, თორე რა ვიცი. დიახ. ხო? დიახ. ზაალ არაგვის ერისთავი იყო, მისი მემკვიდრე იყო, ხო? შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავები იყვნენ, ბიძინა ჩოლოყაშვილი იყო და აი ესეთი ხალხი, რომელმაც ფაქტობრივად იქ ფშავ-ხელსურები იყვნენ კიდე, რომლებმაც ჯარი რა არის, ხალხი სახლებიდან ქუძზე კაცი გამოვიდა ამ აჯანყების გამო, თუ კი ვინმეს თოფის ხმარება შეეძლო და ბრძოლაში წამოვიდოდა და ერთ ყიზილბაშს მაინც მოკლავდა რაღაც ასე მესახება ეს აჯანყება, რომ იმ პერიოდისთვის ეს იყო ეროვნული ღირსების დაცვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დღე და სიმბოლურია 9 აპრილს ამაზე საუბარი, იმიტომ რომ აი იმ შუა საუკუნეებშიც იყო ეროვნული ღირსების დაცვა ერთ-ერთი პრიორიტეტი. ზუსტად დაემთხო ჩვენი თემა ძალიან მნიშვნელოვან რაღაცა მოვლენებს. ერთი ბახტრიონის ეპოპეა გავს 9 აპრილს. ესეც უთანასწორო ბრძოლა იყო. ამ კონტექსტიდან ჩვენ კარგად ვიცით როგორ დამთავრდა ეს და იდეა აქაც და იქაც საბოლოო ჯამში მერე წარმატებით დასრულდა. კი, აი უყურე, ამ კონტექსტიდან ვიცით რომ 9 აპრილის მოვლენები არის ერთგვარი მგეზავი დამოუკიდებლობა, მაგრამ იქ იმ მომენტში შენ რო არ იცი მომავალში რა მოხდება და ძალიან ბევრს შეიძლება სჯერა. ჩვენ ანთებული ვართ ამ ინიციატივით, მაგრამ ამერიკის შეერთებულ შტატებში სჯერათ, რომ საბჭოთა კავშირი არ დაიშლება. არავითარი პროგნოზები არის, არ ცხადდება მსგავს რაღაცეებს. ხო? და იქ ადამიანებმა ეს რო გააკეთეს, ანუ საკუთარი თავის გადადებით, ზუსტად იგივე ასე ვთქვათ, გმირობის
ღირსების პრინციპის საქმე იყო, როგორც ეს იყო ზაალერის თავის ბიზნესის, ელისბარისთვის და გადაძეს ამ ადამიანებს. იმათი პრიზი ის იყო, რომ კახეთი დარჩა ქართული. ვერ გავთავისუფლდით, მაგრამ კახეთი დარჩა ქართული. ჩვენი საჩუქარი კი ის გამოდგა, რომ 2 წელიწადში ჩვენ გავხდით დამოუკიდებლები. მოვიპოვეთ ავტოკეფალიაც, მერე გავხდით დამოუკიდებლები და აი ამ ყველაფრის ახლა ჩვენ სხვა მომენტი გვაქვს. ეგ უნდა შევინარჩუნოთ. ახლა ეგ უნდა შევინარჩუნოთ. და მეორე მნიშვნელოვანი მომენტი ჩვენი დისკუსიიდან არის ზუსტად ეს კოლაბორაციონიზმი. ანუ კოლაბორაციონიზმი და მოჩვენებითი მშვიდობა. ჭყალებში სავსე მაცივარი, რომელიც ამშვიდებს ადამიანის ყურადღებას არბილებს, მის პირად პერსპექტივას ავიწროვებს, ანუ სხვას ვეღარ ხედავს ამ პერსპექტივაში, ხო? აი მიიყვანა მე იქამდე, რომ პრობლემა იმდენად მძიმე გახდა, რომ პრობლემის გადასაწყვეტად აუცილებელი გახდა ბახტრიონის მსგავსი აჯანყება. იგივე მოხდა 9 აპრილის ამ შემთხვევაში ხალხი გამოვიდა უბრალოდ და ამათი იარაღი იყო, ამ ხალხის იარაღი იყო იმედი და ქვეყნის სიყვარული და იმ შემთხვევაში იარაღი იყო უკვე თოფი, ხმალი, მაგრამ იქაც მთავარი იარაღად მაინც იმედი რჩება. და სწორედ ეს კოლაბორაციონიზმი ბოლოს მოგყვანს უფრო მძიმე პრობლემამდე, რომელსაც დაჭირდება უფრო მძიმე გადაწყვეტილების მიღება, რომელსაც შეიძლება ქონდეს მძიმე შედეგი. ასე რომ საზოგადოებამ რა ვიცი ჩვენი დისკუსიიდან გამოიტანოს დასკვნა. დიახ, აბარა რა თქმა უნდა, აი სულ ვამბობ ხოლმე იმას, რომ როდესაც რუსულ-ქართულ ურთიერთობებზე მიდგება ხოლმე არა საუბარი, აქ არის ერთი საინტერესო ამბავი, რომ ეგრევე გონიათ ხოლმე, რომ ეს არის 1921 წლიდან დაწყებული. არ არის ეს 1921 წლიდან, ამის ნიადაგი ნელ-ნელა მზადდებოდა იქ მე-15 საუკუნეში უკვე პირველად გააღეს კარები, იქ მე-16 საუკუნეში ფიცის წიგნით, აი ეგ საკითხის შემდეგ უკვე მე-18 საუკუნეში აი პეტრე პირველის პერიოდში ოფიციალურად გვათამაშებენ პაიკივით როგორც თვითონ ეს სიამოვნებად. კიდევ უფრო ცოტა გვიან მე-18 საუკუნეებში, აი გვიან შუა საუკუნეებს რო ვეძახით ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, კიდე აქეთ პერიოდში უფრო მეტად მოვტყუდით მაგალითად, კიდევ უფრო მეტად გადაგვიარეს ხო ჩვენთან გამარჯვებული მეფეები არ უყვარდათ. დამარცხებული მეფეები პირიქით, ხო აი წანისის შემდეგ მაგალითად. და საზოგადოებას სულ ვეუბნები ხოლმე რომ ეს 2008 წლის ომი სიტყვაზე აი ბოლოს რაც იყო ეს დიდი ოფიციალური შეტაკება შეიძლება ასე ვთქვას, თორე ახლაც ომია, მე ვერავინ დამარწმუნებს იმაში, რომ ეხლა ომი არ არის. ეხლა არის საინფორმაციო ომი უფრო საშიში. მოიცა. აი ჩვენს ქვეყნის ტერიტორიაზე არის საოკუპაციო არმია, რომელსაც არავითარი მანდატი არ აქვს. არავითარი საერთაშორისო შეთანხმება არ არის. და ომი არ არის უბრალოდ ჩვენ არ ვომობთ. დიახ, თოფი არის, თოფს ავიცვლით, ხო, და ისინიც გაჩერდნენ, თორე ომი რა ახლა საოკუპაციო არმია შემოსულია და არის ომი და ბრძოლა, ომსა და ბრძოლას შორის ბევრს არ აქვს ახსნა, აი უნდა აუხსნა ბევრს ომი რა არის და რა არის ბრძოლა. და 2008 წლის ომი არ დაწყებულა 2008-ში, ეგ 1800-ს პირველში დაიწყო. ეს უბრალოდ იყო პატარ-პატარა, ეს იყო ის პატარა გაბრძოლება, რომელიც თან ახლავს აი ამ ტერორისტულ სახელმწიფოსთან ჩვენი ქვეყნის ურთიერთობის რაღაცა ძიმე ისტორიაში ჩაიწერება, თორე ეგ ისტორია ისევ ახალგაზრდა ისტორიკოსების დასაწერია, თეთრზე შავით იქნება დაწერილი რაც არის და როგორც არის, ეხლა ამასაც ხო არ ჭირდება წერილობით წყაროებში კითხვის ნიშნები, ჩართავ ტელევიზორს და რუსეთის პრეზიდენტი აცხადებს ცოტა ადრე, რომ ის აპირებს საქართველოში შემოჭრას, არა, ეგ უკვე არის ცხადი. ასე რომ რა ვიცი, მე მაინც ოპტიმისტურად ვარ ხოლმე განწყობილი, ხვალ ყველაფერი იქნება კარგად და ალბათ ის ხალხიც იმ პერიოდში ეგრე იყო განწყობილი, ისევე როგორც ჩვენ ვართ განწყობილი და ზუსტად ვიცი რომ აი საქართველოს ეხა რამდენი იმპერიის შემადგენლობაში მოქცეულა, ხო, რამდენს ისეთი გეოგრაფიული ფაქტორი გვაქვს, ისეთი რაღაცა გასაყარზე ვარ, მეზობლები ყავდა ყოველთვის დამპყრობლები და მაგრამ ეხა სულ სხვანაირად ადრე ვინც დამპყრობელი იყო, ეხლა გემეგობრება და ვინც რეალურად უნდა გემეგობრებოდეს. ნუ ხა რელიგია ერთი გვაქვს ამბობენ, მაგრამ ნუ ხა რუსეთი და მართლმადიდებლობა ისე არის შორს, როგორც მაგალითად მე და ძველი ეგვიპტური ღმერთების აღმსარებლობა. ამიტომ ფაქტია, რომ აი ეს საზოგადოებაში უნდა შევიტანოთ ეს განათლება რა, აი ბოლო პერიოდი უნდა იცოდნენ კარგად.
მადლობა გიორგი, მადლობა მაყურებლებს, ვინც გუყურა. თქვენ ეს გახდათ გადაცემა ცოდნის არქეოლოგია. მე წამყვანი ირაკლი მეფარიშვილი, სტუმარი გიორგი ახალკაციშვილი. თემა ძალიან საინტერესო. როსტომ-ხანი, კოლაბორაციონიზმი და ბახტრიონის ეპოპეა. დიახ. შევხვდებით ყოველ კვირას.